გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და ეთერშია ჩვენი სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა თენგო ომანიძესთან და მერაბ ჭიქაშვილთან ერთად. დღეს სტუდიაში ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი, ჩვენი მეგობარი ირაკლი უბილავა. სანამ მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, თემასაც გეტყვით. დღეს შევეცდებით ვისაუბროთ როგორც საერთაშორისო პოლიტიკაზე, ისე უშუალოდ, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად მიმდინარე პროცესებსა და ტენდენციებზე და ასევე შევეხოთ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენებს და სწორედ ამაში დაგვეხმარება ირაკლის კომპეტენტური აზრი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და წარმატებულ ეთერს გისურვებთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს და მსმენელს. მივესალმები ირაკლის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირაკლის, რომ ჩვენთან ერთად არის დღევანდელ დღეს. მართლაც დღეს, საერთაშორისო საგარეო საერთაშორისო პოლიტიკაზე გვექნება საუბარი, განსაკუთრებით კი ჩვენ მიმდინარე და იმ თავარ მოვლენებზე და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ სამეზობლო პოლიტიკაზე და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, როგორც YouTube გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც გვიყურებს და გვისმენს, ისე ვიტყვი რომ სხვა შორის მაღალმთიან რაიონშიც და ისეთ მაღალმთიან რაიონშიც, რომელსაც თუშეთი და ომალო ქვია, ულამაზეს ჩვენ მხარეს, საიდანაც გუშინ გვიან ღამით დავბრუნდი, სხვა შორის ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავს. მართლა გამიკვირდა თენგო და თან მართლა გასაოცარი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის შეად გვაქვს ერთმანეთთან საუბარი. მე შენ ცოტნეს მარიამს ჩვენ გუნდს, ირაკლისაც რომ როგორ წავიდა, სამდე წავიდა ტექნოლოგია და მე ხშირად ბრაზდები ხოლმე, შეიძლება ასაკის ბრალია, რომ აი მაინც ეს ტექნოლოგია ხელ, მაგრამ რომ მაინც ვერ მივათქო იმ მაინც საუბარია ასაკიანზე ჩვენი მშობლების თაობაზე და მით უმეტეს მაღალმთიან რაიონში თქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ კი YouTube-ზე, განსაკუთრებით YouTube-ზე ანუ მაყურებელი არსებობს და არიან რომლებიც უსმენენ და უყურებენ. ამიტომ წარმატება ისევ და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს და გამოიწერეთ ჩვენი არხები. კი ბატონო, მეც რა თქმა უნდა ამისკენ მოგიწოდებთ, გამოიწერეთ, გააზიარეთ და აკომენტარეთ. საერთოდ YouTube-ზე აქვს ახალი პოლიტიკა, რომ ეს მხოლოდ მოწონება, მხოლოდ გაზიარება არ არის საკმარისი, იმისთვის რომ ვიდეო ალგორითმა, ასე ვთქვათ, უფრო მეტ ადამიანს ამოუგდოს, უფრო აქტუალური გახდეს. ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება არის კომენტარების დატოვება და ამიტომ გთხოვთ, რომ დატოვეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს სასაუბრო თემასთან დაკავშირებით, ან რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ და ჩვენ შევეცდებით, რომ ჯერ ერთი გავაჟღეროთ ეთერში და მეორე რაც კიდე მნიშვნელოვანია ეს დაგვეხმარება, რომ უფრო დიდი აუდიტორია მოვიცვათ. ირაკლი, შენც მოგესალმები და დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, თენგო, მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელ თემას სანამ უშუალოდ გადავალთ, მით უმეტეს საუბარი არის სამეზობლო პოლიტიკაზე და საუბარი არის ჩვენ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. არ შეიძლება არ შევეხოთ ამ შაბათკვირების განმავლობაში მომხდარ ერთ მძიმე პროვოკაციულ ფაქტს და მეც ვერაფერს დავარქმევთ ალბათ ამ ყველაფერს, რაც უკავშირდება ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გამართულ პროტესტს. მაყურებელს შევახსენებ, რომ თბილისში იმართება ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად ამ სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება, თავისთავად ცხადია და თბილისი არის აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორი, თუმცა მე ცოტა კიდევ უფრო ცვლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. რა მნიშვნელობა აქვს ამას და რა უშუალო სარგებელი აქვს ჩვენ ქვეყანას ამ ყველაფრიდან, მაგრამ რაც მთავარია, სხვადასხვა ანგაჟირებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რადიკალურმა ჯგუფებმა ეს მომენტიც არ გაუშვეს ხელიდან და ვინაიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსი სპორტსმენებიც, გამართეს პროტესტს არქმევენ თვითონ თორე სინამდვილეში ეს არის ერთი ჩვეულებრივი რუსოფობიული პროვოკაცია და თუ შეიძლება გაუშვათ ეს ვიდეო, შემდეგ დავბრუნდეთ სასაუბროდ. სპორტის ახალი სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა სასტუმრო საბურთალოსთან გადმოინაცვლეს, სადაც ჩვენი ინფორმაციით სწორედ ის რუსი მოფარიკავეები არიან, რომელთა საქართველოში ჩამოსვლასაც ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. ჩვენ აქ გვესმის შეძახილები პერიოდულად ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და სწორედ ასე სკანდირებით ცდილობენ, რომ საკუთარი ხმა გააგონონ იმ რუსებს, რომელთა ჩამოსვლაც უდიდესი დანაშაულია საქართველოში. ფეხქვეშ გაეგნენ არა მოფარიკავებს და სპორტის წარმომადგენლებს, არამედ საქმე იმაშენ, რომ ესენი გახლავთ ჩინის წარმომადგენელი რუსი სამხედროები, რომლებიც პუტინთან არიან აფილირებული და
თქვენ ნახავთ აქ უამრავ პლაკატს სწორედ იმის მტკიცებად, რომ ისინი არა რუსი მოფარიკავეები და სპორტსმენები, არამედ ისინი არიან სამხედრო ჩინის მქონე პირები. მინდა მივმართო იმ ფედერაციას, რომლებმაც ჩამოიყვანეს რუსი სამხედრო პირები საქართველოში მოფარიკავეთა ეგიდით. სხვადასხვა სპორტის ფედერაციებმა, თუ არ ვცდები, სნოუბორდისტებმა მიმართეს საერთაშორისო უწყებას, რომ ჩვენ ვერ დავიცავთ ამ რუსი სპორტსმენების უფლებებს და ვერ მივცეთ მათ უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა ეს არ გააკეთა ამ კონკრეტულმა ფედერაციამ და თქვენ კონკრეტულად ხართ რუსები, თქვენც მოგეკითხებათ სახელმწიფოებრივი ღალატისთვის და თქვენც იქნებით კანონის წინაშე დასჯილები. დავბრუნდით ეთერში, ხედავთ ამ აქციას უბრალოდ მაყურებელს ირაკლი სანამ შენთან გადმოვალ უშუალოდ და გთხოვ ამის შეფასებას. მაყურებელს ორი სიტყვით რო აუხსნათ, რაზეა საუბარი, აი მხოლოდ ამ TV პირველის ეპიზოდიდან რო არ დარჩეს. არასორი შტაბ-ჭრილება საქართველოში, როგორც თქვით, იმართება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება. მსოფლიო ჩემპიონატი პირველად საქართველოს ფარიკაობა ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც აქამდე არ იყო იმდენად განვითარებული, როგორც აი ეხლა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. მით უმეტეს ყავს მსოფლიო ჩემპიონი. ძალიან აქტიურად ვითარდება, მსოფლიო დონეზე ძალიან აქტიურად ვითარდება და ამ ხრივ ერთ-ერთი აი ადრე როგორც იცოდნენ თქმა პიონერი თელს ამ სპორტში, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ერთ-ერთი უკვე ყველაზე ცნობილი სპორტსმენი, ჩვენი სახელოვანი ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, რომელმაც პირველი ოქრო აიღო, თავის კარიერის ისტორიაში პირველი ოქრო აიღო უკვე ამ ჩემპიონატზე და თან ეს მოხდა ჩვენ სამშობლოში, საქართველოში, თბილისში მიმდინარეობისას და მინდა რა თქმა უნდა პირველ რიგში მიულოცო ამ ადამიანს და სრულიად საქართველოს აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი მედალი. ეხლა რა შეეხება უშუალოდ ამ ღონისძიებას, როგორც აღნიშნეთ, ეს არ არის რაღაც ლოკალური ტურნირი ან რაღაც ისეთი შეჯიბრება, ნაკლებ მნიშვნელოვანი. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს მხოლოდ და მხოლოდ მასპინძლის ფუნქცია. ანუ ამ ჩემპიონატის ფორმატს, მის მონაწილეებს, ვინ იქნება მონაწილე, ვინ არ იქნება მონაწილე, რა ფორმატში ჩატარდება, როგორი ტიპის შეჯიბრებები გაიმართება. როგორც ყველა სხვა სპორტში, ამ ყველაფერს ადგენს საერთაშორისო მსოფლიო ფედერაცია ამ სპორტის, ხოლო საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს ვალდებულება და ამ სიტყვას მინდა მე ხაზი გაუსვა, რომ ეს კეთილნებაზე კი არ არის დამოკიდებული. ვალდებულება აქვს საქართველოს, რომ უნდა უმასპინძლოს ამ ჩემპიონატს იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ეს განსაზღვრულია მსოფლიოს ფედერაციის, ფარიკაობის ფედერაციის მიერ. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ აი როგორც თქვენც ნახავდით ახლა სიუჟეტში, აქ ეს აქტივისტებს ისე გამოყავთ, თითქოს აქ ქართულმა მხარემ მოიწვია ვიღაც რუსი სპორტსმენები. ეს არის ხალხი, რომელსაც აქვს ამ სპორტში შესაბამისი ლიცენზი, როგორც ყველა სპორტში ხდება, ანუ რამე განსაკუთრებული კი არ არის, ეს ხალხი არის მოფარიკავე, აქვს შესაბამისი ლიცენზია მსოფლიო ფედერაციის მიერ მინიჭებული, არიან ამ მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩასმული ამ მონაწილეთა სიაში და ეხა საქართველოს ასეთ შემთხვევაში და საქართველოს ფედერაციას რა უნდა ეთქვა, რომ აი რადგან ვიღაც რუსი სპორტსმენი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში, ამიტომ მაშინ მთლიანად ჩემპიონატის მასპინძლობაზე უნდა ეთქვა უარი. ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო სახელი არც გამოდიან. ისინი ხო, ოფიციალურად ესეც არის, აი ეს ხაზგასასმელია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე უკვე სხვა სპორტის სახეობაში ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ძიუდოში მაგალითად აქ რატო ხდება ეგ, რომ რუსული დროშა არ იქნება წარმოდგენილი. სპორტსმენები მონაწილეობენ, ნუ ყველა ვიცით, რომ ისინი წარმოშობით არიან რუსები, მაგრამ ისინი მონაწილეობენ ნეიტრალური სტატუსით, ანუ აქ ის მომენტიც არ არის, რომ რუსული დროშები ფრიალებს. მათ აწერიათ კიდევაც სიმბოლიკით და იწოთა და სიმბოლიკის გარეშე ისინი იღებენ მონაწილეობას და აი რა უნდა ექნა ამ დროს საქართველოს და რა უნდა ექნა ქართულ ფედერაციას საერთოდ უარი უნდა ეთქვა მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. აი ირაკლი რა მინდა იცი რო გთხოვო ეხლა შეფასება გასაგებია შენი რა იქნება უბრალოდ აი მოდი შევეცადოთ რომ იქნება რაღაც რაციონალური მომენტი დავიჭიროთ მათ შორის აი ამ პროტესტის მონაწილეების პოზიციებში. ანუ რა არის მათი მოთხოვნა რომ აღარ ჩატარდეს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი თუ რას ითხოვენ ვერ გავიგე. ძალიან რთულია ამ ადამიანების ქცევების ანალიზი შეფასება, ვინაიდან 1-2-ის იყო არ ვიცი ახლა 15 კაცი იდგა ამ გამოტვინებული ორ გროზე გაყიდული ადამიანების ქცევებზე რაღაცა ქმედებებზე ანალიზი გააკეთო. თუმცა მე შემიძლია გითხრათ რომ ეს ძალიან ცუდი აქტია და იმათ გონიათ ახლა შეიძლება ამ ახალგაზრდებს გონიათ რომ ძალიან კარგს უკეთებენ ამ ქვეყანას საქართველოს და რაღაცა პატრიოტული იმით არიან განწყობილი, თუმცა მათი ჰაბიტუს რო შეხედავ გარედან, ხო? თუმცა როგორც ჩანს ეს ადამიანი რამე რომ მოხდეს, რომელიმე ამ ადამიანებიდან რამის გამკეთებლები არიან, ერთი რუსის ტანკი რო დაინახო, რამის გააკეთებენ ესენი, შეებრძოლებიან მტერს. თქვენ როგორ ფიქრობთ რომელიმე?
ესე ერთი ორი ბიჭი ბავშვი თუ რავი გოგო რამდენი სიდგა მან გამიჭირეს ორი კაპიკი გადაუხადეს და რაღაც სისულელეები ათქმევინეს და გააკეთებინეს. თან ეს პერიოდია ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემებზე. რეგიონში ძალიან რთული სიტუაციაა და იძაბება სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობა, როგორც ჩანს, მიდის აქეთკენ პროცესები, რა. ვინაიდან როგორ განცხადებები, ნუ ჯერ ოფიციალურ დონეზე რუსული მხარე არ იმაშვება, მაგრამ სხვა ანალიტიკოსები, რუსი ანალიტიკოსები სამხრეთ კავკასიაზე სერიოზულ აქცენტებს აკეთებენ. ამაზე ამის ფონზე ასეთი გამოხტომა. თან ეს ადამიანები კი ერთ გუშინ უყურებდნენ რაღაც გადაცემას ერთი რომელიღაც გოგო პუტინთან რაღაც დააჯილდოვა ეთქვა რუსეთის პრეზიდენტმა და სურათ პროპოზირებს, მაგრამ ჯრაშუაში ქართულ სპორტსმენებს, ქართულ პოლიტიკოსებთან რუსურათები აქვს, ზოგი საერთოდ მე პოლიტიკოსი თვითონ. და ნეიტრალური სტატუსით გამოდიან ესე. იქაც სპორტსმენები არიან, ზოგი ჩემპიონია, ზოგი მე გეტყვი მე სტაბეჟლია მრჩება ასეთი, ეს რა თქმა უნდა, ეს მართულია გარე სპეცსამსახურების მიერ. მათ სურთ სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა და საქართველოში პოლიტიკურ პროცესის ესკალაცია. ეს არის ამათი მიზანი. ეხლა ეს ბავშვი თუ ბიჭი თუ ვინც არის, რა ვიცი, გოგო. რასაც აკეთებს, ვერც იაზრებენ ესენი. ამათ გამოსვლებზე და განცხადებებზე რთულია შეაფასო ამათი, რა ვიცი, დღეს მოდაში IQ-ა რა. ძალიან დაბალი დონის IQ-ს მქონე ადამიანები. ინტელექტი არის, რა ვიცი მე, ძალიან ниже плинтусაო, როგორც იტყვიან, ხო? შესაბამისად, ასეთ ადამიანებს ყოველთვის გამოიყენებენ სპეცსამსახურები, რათა სიტუაცია შეერიოს ქვეყანაში. ეს ეტაპობრივად ეტყობა ოქტომბრისთვის ამათ სურთ რაღაც სერიოზული ესკალაცია პროცესებისა, პოლიტიკურ პროცესებისა და შესაბამისად უკვე ნელ-ნელა იწყებენ ამ პროცესებს, რათა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაიზაბოს საქართველოში ეს პროცესი და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში დაძაბონ. ნუ ეს აქვს მათი ინტერესი გარეს. მადლობა ირაკლი. ამ შეფასების უბრალოდ აი ერთს ვისურვებდი მე, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი ტიპის შეფასებების გაკეთება გვიწევს, იმიტომ რომ იცი რა არის, მიუხედავად გავრცელებული შეხედულებებისა, მე მაინც მჯერა, უпроსორეთ არ მჯერა და არ მინდა მჯეროდეს იმის, რომ ყველა მათგანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, არის დაქირავებული, ფული აქვს ამაში აღებული. მე მაინც მგონია, რომ არის მათ შორის ამ ადამიანებში ნაწილი, რომელიც აი გულწრფელად გონია, რომელიც გულწრფელი ბრიყვია, ასე რომ ვთქვა. აი რამეს ხო და აი ეგ არის უბედურება, რომ ამხელა ენერგია, ახალგაზრდული ენერგია, რასაც ისინი სრულიად არასწორი მიმართულებით დებენ, ეს ხო არის შესაძლებელი, რომ ეს ენერგია პირიქით ქვეყნის სამსახურში გამოიყენო, სასიკეთო საქმის კეთებაში გამოიყენო და რამდენად წინ იქნება მერე ჩვენი ქვეყანა, რო არ ვიყოთ მართლა აი ესე დაჩეხილები, დაყოფილები და ერთმანეთთან აი ესე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადამტერებულები და არ ვიცი აი რა ძალები არიან, ვინ არიან, რა ხალხია, რომელიც ქართველი ხალხის ასე დაყოფას და მით უმეტეს ესე სულელურ მიზეზებზე ერთმანეთთან დაპირისპირებას უწყობს ხელს, მაგრამ ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მტრობა ამ ხალხის და ამ საზოგადოების. ნუ რა მე ჩემ ნებაზე რო იყო ამ ადამიანთა ჯგუფს ყველა ყანაში გაუშვებდი სამუშაოდ, მაგრამ ნუ არ არის ეს კი ბატონო, ეგეთი გამოსავალი ნახა ერთ-ერთმა ჯერმა თანამემამულემ დაახლოებით 1 საუკუნის წინ. ხო ვიცით, სხვა შორის აი მე რა შენ შეფასებაც იქნებოდა მე საინტერესო, მაგრამ მანამდე მინდა რომ მაყურებელს წაუკითხო განცხადება, რომელიც ეს ფაქტი არ დარჩა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველი, შვეიცარიის საელჩომ გააკეთა, უბრალოდ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ გააკეთა განცხადება, გრაფიკასაც ხორო გაუშვას რეჟისორსაც აგეკითხავთ. ყურადღება მივაქციეთ მორიგ რუსოფობიულ გამოხტომებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ცნობილმა ჯგუფმა განახორციელა ჩვენი სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ. პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანია ანტირუსული კარტის გამოყენება რადიკალური ძალების მხარდამჭერთა მობილიზებისთვის და თბილისისთვის, როგორც მასპინძელი მხარის პრესტიჟისთვის ზიანის მიყენება. პატივსცემთ ორგანიზატორების ძალისხმევას ჩემპიონატის შესაბამის დონეზე ჩატარებისთვის, ველოდებით რომ საქართველოს კომპეტენტური უწყებები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ პირობების სამართლიანი დისკრიმინაციისგან თავისუფალი და არაპოლიტიზებული შეჯიბრებებისთვის. ეს არის განცხადება, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მოზომილი განცხადება არის. ორგანიზატორებთან დაკავშირებით ამ განცხადებაშიც არის საუბარი და ყველგან აღინიშნა საერთაშორისო დონეზე, თვითონ მსოფლიო ფედერაციის დონეზე არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიება არის
ერთგვარი სურპრიზი მათთვისაც კი, იმიტომ რომ ესე ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა პროფესიონალიზმი და ყურადღებაო ასეთი ტიპის კომენტარები კეთდება და ეს ჩვენთვის რაოდენ საამაყო უნდა იყოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სპორტ სახეობა ეხლა იღებს თავის სტარტს, ეხლა და ეხლა ხდება მსოფლიოში პოპულარული და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აი ესეთ მაღალ დონეზე ახდენს ამ ყველაფრის ორგანიზებას და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ სპორტის ამ სახეობაში დამკვიდრდეს საქართველოს როგორც აი ტრადიციული მონაწილე ამ სპორტის, ხო? აი როგორც არის მაგალითად რა ინგლისისთვის რო არის რაგბი პირობით, აი რაღაც ამდაგვარი რომ თითქოს ეს სპორტი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ავთენტური სპორტის სახეობა. ამისი შანსი გვაქვს ეხლა და მით უმეტეს, როდესაც ესეთი ნიჭიერი სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონი ყავს, აგერ უკვე ასეთ დროს ასეთი ტიპის პროვოკაციები, აი ან რას ემსახურება, ან რა მიზანი შეიძლება რომ კონდეს, რა მიზანს მიაღწიეს ეხლა ამ ყველაფრით, მოდი ვთქვათ რა ღონისძიება შეჩერდა, რამე დააკლდათ იმ რუს სპორტსმენებს, აი რა მოხდა. მე მაინც მგონია რომ თავის პატრონებს აჩვენეს რომ ეს ფული რომელიც ჯერ კიდევ დასახარჯია და ვიცით ხო რაც ხდება, ანუ ეს ამაზე საერთოდ აი ამ ტიპის ასეთი გამოხტომის ეს აი იყო პატარა ელენე ხოშტარიები, უბრალოდ მისგან განსხვავებით ლეაკა მან უფრო მეტად იცის და სხვათა შორის ამ ბავშვებს მინდა უთხრა და გოგოებს და ბიჭებს რომ მართლა ამ ენერგიის აქ ხარჯვას, ხო, ჯობია რომ წესიერად გამოართვან ის თანხები, რაც სინამდვილეს შეიძლება ვინც არის ორგანიზატორი იმან ჯიბეში ჩაიდო. მაგრამ იცით რა არის, ჩვენ უბრალოდ ჩვენ მაინც ხო წინ ვიყურებით და ჩვენ აქედან გამომდინარე უყურებთ რა შედეგს მოუტანს ეს საბოლოოდ მართლა იმ დიდ მეზობელთან ურთიერთობაში. აი რა შედეგს მოუტანს, რა უნდა უქნას. რა იყო ახლა ეს? მე უფრო საპირისპირო მეორე მაგალითი გითხრათ, ერთ-ერთი ძიუდოს ერთ-ერთი ტურნირის დროს რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სახელით გამოდიოდა, ძიუდოისტმა სწორედ ზუსტად აესე საერთაშორისო წესების დაცვით ნეიტრალური სახელით ქართველ ძიუდოისტს როგორ ხელში აიყვანა და დამარცხდა ეს ქართველი ძიუდოისტი მასთან, მაგრამ მივიდა და ხელში აიყვანა და რა ვიცი, უდიდესი პატივისცემა დაუდასტურა ამ რუსეთის სახელით მოჭიდავე სპორტსმენმა. აი ესეთ რაღაცები და მთავარი მაინც არის საერთო ჯამში ეს რას მოუტანს? არაფერს არ მოუტანს, გარდა იმისა ისევ ზიანი ბზარი და ისევ კონფლიქტისკენ წასვლა იმის მაგერად რომ პირიქით ჩვენ ამ ხალხს პოლიტიკოსებს არაპოლიტიკოსებს და მით უმეტეს სპორტსმენებს ერთმანეთში ესეთი დაძაბულობით შემოტანა რა შუაში, ხო? მასპინძელი ქვეყანა იყო, მაგრამ ნუ ამათან ეხა მგლისთავზე სახარების კითხვა საზრე არ აქვს. საინტერესოა ასევე პოლიტიკოსებმა რა განცხადება გააკეთეს. პოლიტიკოსებმა საკმაოდ რუსეთის პოლიტიკოსებმა საკმაოდ პოლიტიკურ წრეებში. კი, ზომიერი განცხადება ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, ესე არ არის. აქ უკვე უწევთ. აი ეს სწორედაც რომ განცხადებას აკეთებენ, ესე იგი საყურადღებოა. და ყველა განცხადება ჩვენ უნდა ამოვიკითხოთ, მართლა რა არის, გულწრფელად რა არის, ასე ალაპარაკი. ვის რა უხარია და ვის რა წკინს. დღეს ამ დაძაბულ სიტუაციაში და რავი, მე მგონი გვაქვს ჩვენ ხო საშუალება რომ თქვათ იგივე ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომელიც საკითხზეც მაგალითისთვის რომ მოვიტანოთ, ეხა შედარებითია ყველაფერი, ხო? აი ყველაფერი ხო შედარებითია რა. მით უმეტეს იმ ფონზე რომ დაძაბულია ყველაფერი, აი ერთ მაგალითს გეტყვით, შენ იცი ძალიან კარგად, მე არ ვიცოდი ეს. მაგალითად მამუკა ფიფიას, რომელიც არის სოლიდარული მშვიდობის პარტიის საერთაშორისო მდივანი. კაცი, რომელიც ალბათ რა ვიცი, სხვა შორის მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ჩვენი გაკეთებული სიუჟეტი, აი სხვა შორის ახლა ირაკლი აქ არის და აი ზუსტად გამახსენდეთ რომ ჩვენ რა სიუჟეტის გავაკეთეთ ფრენების ნაწილი რო გამოვიღეთ რუსეთთან დაკავშირებით და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ამას ეკონომიკისთვის რა სარგებელი მოიტანა, სხვა შორის მოყვა ძალიან კარგი გამოხმაურება და მამუკა ფიფიას ინტერვიუ დაიბეჭდა ეხა ასავალ-დასავალში, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. აი შედარებისთვის რომ მოვიტანოთ რა. ესენი ხო იბრძვა რომ ყველანაირი ურთიერთობა გაფუშტეს რუსეთთან. მათ შორის განახორციელოთ პოლიტიკურ დონეზე ესენი ხო არც ფიქრობენ. აი დაბალ დონეზე, აი ხალხთა შორის ურთიერთობაში, ანუ რაც ხელოვნებას შორის რაც იყო, ხო? ესენი ხო ამას არ ფიქრობენ და ამ დროს ასავალ-დასავალში მე სხვა შორის არ ვიცოდი. თუშეთში ვიყავი და მამუკამ და ამერიკა მეთქა რომ ჩემი სტატია ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ თუ არ ვცდები. აიღო ინტერვიუ ლეონიდ კალაშნიკოვთან და მამუკა ფიფიასთან ერთად. ვინ არის ლეონიდ კალაშნიკოვი?
აი ისევ რატომ მიდივარ ჩვენ ფრენებს. ლეონიდ კალაშნიკოვი არის განსხვავებით მე ირაკლი უბილოვა ესე ახლოს გავიცანი მოსკოვში იმ თავარ სამიძე რომელიც იყო სოლიდარობის მშვიდობის მიერ ორგანიზებული სადაც გავქონდა ხელმოსაწერად დოკუმენტი სადაც შევედით წინადადებით რუსეთის პარლამენტთან და ასევე ხელისუფლებასთან როცა პრეზიდენტ პუტინთან შევიდა რეზოლუცია, სადაც იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ რუსეთს საქართველოს შორის პირდაპირ ფრენები აღდგენილიყო და მოხსნილიყო ვიზები. ვინ იყო? თავარი ზეგი ლეონიდ კალაშნიკოვი იყო ის და იქ, იგავიცანი ირაკლიც მე. ანუ ერთ-ერთი ლობისტი, ასე ვთქვათ. ლობისტი კი არა, კაცი, რომელიც არის დუმის დსთ-ს ქვეყნების შორის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთანაც ერთადად პირველი მან გახსნა ეს შეხვედრა და ესწრებოდა როგორც დეპუტატები, ასევე საქართველოს საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მან ანუ და მანითავა ეს ყველაფერი სწორედ ის იყო მთავარი ინიციატორი იქით მხარეს და აქეთ მხარეს იყო სოლიდარობის მშვიდობის ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენდი იმ გუნდს რომელიც ვიყავი წარდგენი ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად ჩაწერილი ინტერვიუში აი ძალიან საინტერესო ხო ეხლა როგორ დაემთხვა რა ამ დროს მამუკა ფიფია ჩვენი მეგობრები ესეთი ადამიანები ცდილობენ რომ სწორედ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ილაპარაკონ, პირდაპირ ილაპარაკონ პოლიტიკოსებთან. ლეონიდ კალაშნიკოვი არ არის ვიღაცა თქვა და როგორ გითხრა, რაღაც ან მესამე, მეოთხე, მეხუთე დონის ესეთის კომიტეტის ხელმძღვანელია. და აი ამ ფონზე როცა ეს ხდებოდა, თურმე ეხა ვხვდები რა. თურმე ესე იგი მე მამუკა მელაპარაკა შაბათს, როცა მე წავედი თუშეთში და მითხარ რომ იქნება ეს სტატია და უბრალოდ გახსოვს. ჩვენ ხა კი მოვამზადეთ ეს მაგრამ და თურმე ამ დროს აქრო ვიღაცა გამოდის რომელიც წარმოდგენა არ აქვს რასაკეთებს უბრალოდ იცის რომ რუს მოფარიკავეს იქ რაღაც უთხას ამ დროს აი ამ ურთიერთობების წინააღმდეგია და ამ დროს იქ ხდება შეხვედრა ინტერვიუ იწერება ხო ქართველს იქ მცხოვრებ ქართველს და რუსეთში მაღალი დონის პოლიტიკოს რომელსაც ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე ერთ-ერთი მთავარი იყო ვის ინიციატივითაც შევიდა ჩვენი თხოვნა ხელი მოეწერა ანუ აი ესენი ადამიანები ფიქრობენ უფრო მეტად ვიდრე აქ ეხლა ჩვენ გვინდა მაგრამ ეს რა თქმა უნდა ეს ვერ მოუტას ვერაფერს ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ პრაგმატულები შენ კი გთხოვე რომ რაციონალურად აი მათ არანაირი რაციონალური მსჯელობა არ აქვს ამ ვერც ვიმსჯელებთ რა რაციონალურიო რუსი მოფარიკავე ბიჭი გამოვიდეს და აქ დაუწყო შენ რა ქვია ჩხუბი ყვირილი რომ და დროშის დაწვა აქო საერთოდ რაც არ უნდა იყოს ეს ხო რაღაც აქტია რომელიც როგორც აი შიმშილობის აქტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აი ისეთ ბოლო ნაბიჯი ანუ დროშის დაწვა რაღაცა ქვეყნებს შორის და ამ დროს ხდება რა მამუკა ფიფიას და ლეონიდ კალაშნიკოვის ინტერვიუ და რა აქცენტებია უბრალოდ მე მინდა ეხა შევთავაზოთ და ვნახოთ უბრალოდ მოკლე ამონარიდი და ეხლა თუ შევადარებთ ეხლა ხო იმის არ იყოს წინაზეც თქვი რომ ეხლა ძალიან ბევრია დამოკიდებული რუს პოლიტიკოსების განცხადებებზე თუნდაც ესეთ ფაქტებზე და ამ დროს ეს ხდებოდა აქ მაგრამ აი ნახე რომელი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნისთვის და რაზეც დღეს ვაპირებთ საუბარს იმიტომ ეს იმპოზე რაც ირაკლიმ თქვა ვისთან იზაბება სიტუაცია ვის უძაბავენ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში ვის უძაბავენ სიტუაციას ვისგან უნდათ რომ რაღაცეები გახადონ თავისთვის მართულად ვისთან უნდათ რომ დაძაბონ სიტუაცია ამდენი წელს განმავლობაში ვისთან უნდათ სიტუაციის დაძაბვა იმ დასავლეთს ჩვენი პარტნიორები როა სინამდვილეში და ხო რო ქვია და რაც არის ვისთან უნდა და ამ ფონზე ეხა მოდი აი გავიტანოთ ეხა ეს უბრალოდ ამ მოკლე ამონარიდი გავაკეთოთ ასავალ დასავლეთში ვისაც უნდა ნახავს და შევადაროთ რაც გინდა ის დავარქვათ როგორც გინდა ის მოვნათლოთ და რაც არ უნდა ვეძახოთ და ვაძახოთ ეხა იგივე თქვათ ნებისმიერ ადამიანს ამ შემთხვევაში მამუკა ფიფიას რო შევიდა და ელაპარაკა კაც რომელმაც პირველი იცი რატოა გადამწყვეტი ფიგურა იქ იმიტომ რომ სწორედ მისი პარტიის იმ მთელი კომიტეტის ხელმოწერით მაღალი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება იყო რომ პუტინთან შესულიყვნენ და ეთქვათ რომ მოუხსენით საქართველოს ვიზები და მოუხსენით და აღუდგინეთ ფრენები აი ეს არის მნიშვნელოვანი მე აქედან გამომდინარე ვუყურებ და მე რაც გვინდა ის გვეძახონ თავარია რომ ამ ქვეყანას არტერია აი რაღაც აი შევიწროებული როა ხო სასუნთქი გზები მარტო ეკონომიკა ხო არ არის არა? კაი, ეკონომიკა ამათვის არ არის მნიშვნელოვანი, ხო? ის რომ გავარდა და იქ დაუწყო ყვირილი წევრი, დავარებოთ ამას თავი. ჯერ ვის უხსნით? საერთაშორისო რო არის ფედერაცია და საერთაშორისო ფედერაციის კანონები რომ უნდა დაიცვა, რო კითხო მაგარი ევროპელები არიან.
კი, აბა. და ამ დროს ესე იგი რასეულები დაარღვე, რა უნდა დაარღვიოს. ამ დროს პირველი რასისტებიც ეგენი არიან, ჰომოფობია ავიც, ყველაფერი არიან, იმიტომ რომ იდეაში უგრძალავენ საერთაშორისო ფედერაციას, რომ არ გამოიყვანო იქ რუსი მოფარიკავე, ხო? ესენი კუკულუს კლანი, ანუ რაღაცა მომენტში ისინი მომხრე არიან ყველაფრის, როცა თვითონ უნდა ლიბერალები არიან, როცა თვითონ უნდა კონსერვატორები არიან. და უბრალოდ აი ხა ეს შევადაროთ რა. აი ამ ფონზე თურმე მამუკა პეპია და ლეონიდ კალაშნიკოვი რასაც ამბობს იქ მე უბრალოდ ტელეფონში რომ მელაპარაკე მე ვთხარი მართლა მე კი ვიცი და ჩვენ შეხვედრილი ვართ იცრომს კიდევაც ირაკლის და ამ კასთან ერთად სამუშაო ჯგუფი იყო იგივე როგორც კაზბეკთა ისაევს და ყველას იქ მთელი ვიცი იყო და საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს მე კი ვიცი მაგრამ დღეს რას ამბობს აი ეგ ვანახოთ ახლა კი ბატონო ვანახოთ ძალიან მცირე ნაწილი პრინციპში ამ ინტერვიუსი რომელიც დაიბეჭდა დასავალში უფრო სრული და მთლიანი ვერსია რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ ამ გაზეთში წაიკითხოთ, ვისაც ეკნება ამის ინტერესი, ჩვენ კი აი ჩვენი აზრით ყველაზე უფრო საინტერესო მომენტი გავაზრებთ ამ ინტერვიუდან დღევანდელი თემის გათვალისწინებით. ჩვენგან არაერთხელ გაისმა პოზიცია, რომ რუსეთი მზად არის დიალოგის საწარმოებლად ნებისმიერ დონეზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წამოვა. თავიდან საუბარი შეიძლება შეეხოს ეკონომიკას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მაინც ის საკითხია, რა პრობლემები უნდა გადაილახოს, რომ რუსეთმა და საქართველომ კეთილმეზობლურ და პარტნიორულ გარემოში ცხოვრება გააგრძელონ. მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქვეყნის, ასევე აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია. ოქროს შუალედის გამონახვა, რომ როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა და ოსთა ინტერესები იყოს დაცული, შეუძლებელი აღარ არის. საქმე დაჩქარდება თუ სახალხო დიპლომატიის და ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციების პარალელურად ამ საქმეში ჩაერთვებიან ორივე ქვეყნის დიპლომატიური წრეები. ახლა დიდი კომპრომისების დროა და ყველა მხარე ამისთვის მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს დათმობს, თუმცა აუცილებლად მოუწევს მკვეთრად განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა უახლოეს მეზობლებთან საკუთარი უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოს. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო განცხადება არის ეს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ აქ ლეონიდ კალაშნიკოვი საუბრობს ქართველებზე, აფხაზებსა და ოსებს შორის მშვიდობიან და აი უმნიშვნელოვანესი გზავნილი რაც მან თქვა და ზუსტად იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც თქვა, რომ საერთო ინტერესის გამონახვა უკვე აღარ არის შეუძლებელი. ანუ ეს ნიშნავს, რომ რუსულ ელიტაში, იქ მართველ კლასში, ასე ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში რატო რა მიზეზებით ვისი ბრალი იყო, რისი brali იყო, რა ძალები იყვნენ ამ ყველაფერი ჩარეული, მოდი ეს ცოტა ხანი გადავდოთ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ასეთი დამკვიდრებული აზრი და აღქმა, რომ ქართველების, აფხაზების, ოსების რაღაც ესეთი საერთო ინტერესების გამონახვა ეს არის შეუძლებელი. და არც ამაზე არ ლაპარაკობდნენ. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი და ირაკლი უფრო მეტად იტყვის. რატო აქ რა არის მთავარი? ერთი ეხლა უბრალოდ გამახსენა. იმიტომ კი არა, მე მამუკას უთხარი კიდევაც. ეხლა პირადად როცა ხშირად საუბრობ, უთხარ კიდევაც რომ ძალიან ხშირად ძალიან დიდ შარებში ვარდება, თუმცა ჩვენ ეს ვიცით და შეჩვეულობთ, მაგრამ ორი სხვა რაღაც აქ კიდე არის მთავარი. ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა მართლა ის რაზეც ხშირად აი ჩემს მერე ირაკლი ამას იტყვის და უფრო მეტად დაადასტურებს და უფრო მეტი არგუმენტი აქვს, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს კაცი იქ ცხოვრობს და არა მარტო რაღაც როგორც პოლიტოლოგი, არამედ იცნობს. აქ ამას საუბრობს, ამბობს აფხაზეთისგან არის მამუკა პეპია არის ფაქტობრივად კვიდრი აფხაზეთის იმ მიწაწყლის. ეს ისე არ ხდება. მე მას უთხარი კიდევაც რამოდენიმეჯერ. და რატო გამოვყავეთ ჩვენ ეს ნაწილი? იმიტომ რომ იმ ფონზე, აი სწორედ აქ რო თბილისში აქ რუსეთის დროშას წვავენ, დასდევენ სპორტსმენებს, რატო იღებენ აი ესეთი ხალხი გამოდის. იმ ფონზეც კი და ეს ზუსტად მაგში ხდება, ხო? ინტერვიუ ჩაწერილია ზუსტად ამ პერიოდში. აი იმ ფონზე ლეონიდ კალაშნიკოვი იძახის რომ ის რასაც შენაბობ დიდი ხის განმავლობაში ნუმდნენ რა კომპლექსიც იყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პოლიტიკოსებში ხო პირდაპირ გეუბნებათ ამბობს რომ ეკონომიკა კი ბატონო მაგრამ უფრო მეტიც ეს ზუსტად იქნება საწინდარი იმის რომ სულ იყო ყოველთვის ეს მითი რომ მოიცარა მაგათ ვინდოთ ამ საკითხში მოიცარა მაგათ ესაუბრება თურმე უნდათ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მე უბრალოდ მოკლედ ვიტყვი
ამას გარდა მამუკა პიპიას აი ხშირად თუ ველაპარაკები ხოლმე ტელეპირომა სიუჟეტი გააკეთა გეორგიევსკი ტრაქტატზე ააწყეს ყველაფერი და ისე ქმნიან ფონს რომ გეორგიევსკი ტრაქტატის ადგენა უნდა მამუკა პიპიას სოლიდარობა მშვიდობის იმას ახსენებენ ჩვენ მეგობრებს რომლებსაც უბრალოდ საქართველოსთვის ოღონდ რამე გაკეთეს და მამუკა პიპიას სერიოზულად იწევს არა მართლა გეუბნებს არა ხო და რას გეუბნებად გონიათ რომ და მამუკა და სინამდვილეში და მამუკას მეუბნებს სულ ამას იძახის ხოლმე აქ საუბარი კი არა რომ რა გეორგიევს თათათი უნდა ადგეს ანუ როგორ შეიძლება ეგეთ რამე მოხდეს მაგრამ ის რომ პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს ყველა ვარიანტში საქართველოში ხელისუფლებიდან დაწყებული ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ვინც უკვე გაიაზრა ამ ყველაფერს მერე რომ დიახ სწორედაც ერთადერთი გზა დღეს აი ამ გეოპოლიტიკაში არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საუბარი ამას ამბობს მამუკა პიპია უბრალოდ ფორმად მე-19 და შუა საუკუნეების იმას დროის დაბრუნებას კი არ ვითხოვთ რაღაცა ფორმატი რომელიც ასახავს პირდაპირ დიალოგს დაჯდომას და საუბარს რაც იმ შინაარსობრივად მაგრამ შინაარსობრივად იგივეა მაგრამ ის რომ უშუალოდ კონტაქტზე გავიდნენ არის მე აუგორეს ამას ეს და ამის თქმა მინდა და ამის ჩვენც ამის თქმა გვიდა აქ საუბარი არა მითებზე და ლეგენდებზე არამედ რეალურად აგერ უკვე ესენი აღიარებენ მოდიან რუსი პოლიტიკოსები ამაზე და ეხლა მოდი რა მე გადავლახე ეს კომპლექსი და ეხლა შეგინა დაიმალო და შეგინა დამეწყო დიდი ბოდიშით ის პატარძლის როლის თამაში აი ეს მიდოდა მეთქო და ირაკლი უფრო მეტად ითქვის კომენტარში ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო განსაკუთრებით აფხაზეთ და ოსეთთან მიმართებაში ძალიან ისეთი მოზომილი სხვათა შორის და გასაგები ეხლა რუსი პოლიტიკოსებისთვის მოზომილი უნდა იყოს ვინაიდან ისინი თავისი გადმოსახედიდან უყურებენ და შესაბამისად რუსეთს აღიარებული აქვს ეს ორივე რეგიონი. რუსეთს მათ განცხადების ეცნობიან მათ შორის კი ბატონო. და შესაბამისად ძალიან მოზომილი იყო, თუმცა უფრო შუალედის გამოძებნაზე იყო საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბევრს გონია, რომ რუსები რაღაცას ეტყვიან იქ აფხაზებს და ისინი უსფათ შეუსრულებენ უმალ. მე ერთ მაგალითს გეტყვით. მიუხედავად იმისა, რუსეთი ითვლება მათ სტრატეგიულ მოკავშირედ. დღესაც კი რუსეთის მოქალაქეს უფლებას არ აძლევენ კერძო საკუთრება შეიძინოს აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღესაც კი? ეხლაც ასეა. საკითხზე არის ხო მთელი გამოცხადება? კი, მაგ საკითხს შეეწირა ბჟანიაც ხოთაშორის. შესაბამისად, აქ არის ოქრო შუალედი გამოსაზრდები. ისე და მე რის თქმა მინდოდა აქ არის მე ამ კონფლიქტს ვწოდებ ბორდონიან კონფლიქტს აქედან გამომდინარე ეს არ არის მარტო გეოპოლიტიკური კონფლიქტი რა თქმა უნდა ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი რომელსაც გეოპოლიტიკური თავის შემადგენელიც დაედო ზემოდან და თუ გეოპოლიტიკური კონფლიქტი მოგვარდა აი ამის მე უკვე ეთნიკური სახალხო დიპლომატიაზე იყო საუბარი აქ ეთნოსებს შორის შერიგება უნდა მოხდეს აფხაზებს შორის უნდა აღდგეს ის ურთიერთობები რაც იყო საბჭოთა პერიოდში ახლა ვისაც მოსწონს თუ არ მოსწონს საბჭოთა პერიოდში ირაკლი აი ვინ არიან ძალები შენი აზრით რომლებიც ეგ რაზეც საუბრობთ გასაგებია და ამაზე არაერთ ეთერში გვისაუბრია მაგრამ ფაქტია რომ ეგ პროცესები არსებობს რაღაც ბარიერები რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის ხო მართალია ერთი ის რომ მე ზოგადად არ მაქვს ესეთი შეხედულება რომ აქ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული პროცესია ეგ რომ აი თუ უნდა წავა მოლაპარაკებაზე თუ უნდა არ წავა იქიდან მე მაინც მგონია რომ საქართველოს ხელისუფლებაც მათ შორის არის როგორ თქვა გარკვეულად შეზღუდული ხო თავის მოქმედებებში შეზღუდული იმ პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური კონტურებით რაც არის უშუალოდ ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი. აი დღეს მე არ მინდა ერთ სიტყვით ისეთ გამომივიდეს რომ რაღაც შეთქმულების თეორიები განვავითარო რომელიმე მხარისკენ ხელი გავიშვირო მაგრამ ძალიან ცხადად ჩანს ერთი რამ რომ სამხრეთ კავკასიაში უკვე მხოლოდ რუსეთი აღარ არის სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი და მათ შორის აი თურქული გავლენების გაძლიერება ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში ბოლო წლების განმავლობაში ეს უკვე არის თვალსაჩინო განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო გახდა თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის აი ძალიან წარმატებული ალიანსის მიერ მიღწეული შედეგებით, როდესაც აზერბაიჯანმა მოახერხა და აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა ამ ხელა რამდენიმე 10 წლეულიანი წვეთის შემდეგ და უკვე იქამდე მიდის საუბარი რომ უნდა გაიხსნას ზანგეზურის დერეფანი რაც არის ამ ორი ქვეყნის უშუალო დამაკავშირებელი კვანძი რაც უფრო საინტერესოა ამ კონტექსტში ყველას განმოულოდნელად არსებობს ასეთი მოსაზრებაც რომ სომხეთიც მონაწილეობს ამ ყველაფერში და სომხეთის მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ ალიანსის ერთ-ერთი სიტუაციური მოკავშირე და აი საქართველოს ამ პოზიციაში რჩება თითქოს აი რაღაც თამაშგარეთ
რას ნიშნავს ეს სამხრეთ კავკასიისთვის? მოდი ესე ვთქვათ, ესე ჩამოვაყალიბებ მე შეკითხვას და მეორეს მხრივ, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის? ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ რუსეთი ბოლო 200 წელია კავკასიაში არის მთავარი დომინანტი პოლიტიკური ძალა, ხო მართალია? რა ხდება დღეს? რუსეთი კარგავს ამ გავლენებს და ხდება რუსული გავლენების თურქული გავლენების ჩანაცვლება? პირველ იმაზე ამ ბოლოს თქვენ კითხვაზე მე მოკლედ გეტყვით. რუსეთი არ დაკარგავს სამხრეთ კავკასიაში ეხლა შესუსტებულია მე გეთანხმებით. თუმცა ობიექტური გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გეუბნებით. რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის მდგომარეობას არ გავლენის ზონას არ დაკარგავს. ვინაიდან სამხრეთ კავკასიის კონტროლზე დამოკიდებულია რუსეთის თვითონ ტერიტორიული მთლიანობა. თვით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა ამაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შეიძლება გარკვეულ ტერიტორიებში მან უკან დაიხიოს, მოხდეს გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები რეგიონალური. შესაბამისად, ის აუცილებლად დაუბრუნდება ამ რეგიონს. თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის საკითხით არის დაკავებული, მაგრამ მაინც ცდილობს გარკვეული თამაშით შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში. თუნდაც კალაშნიკოვის ეს განცხადება, თუნდაც. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან გარკვეულ ურთიერთობებზე წავიდნენ ამ მიმართულებით მოლაპარაკებების რომ დაიწყონ. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე მისი საუბრიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენი ქართველი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება მე მესმის გასაგებია მათთვის, ვინაიდან მათ აღებული აქვს ლავირების პოლიტიკა, ასე რომ ვთქვათ, აბალანსებენ გარე აქტორთა ინტერესებს რეგიონში. შესაბამისად, რომელი მიმართულებით გადახვდა ნაბიჯის გადადგმა, მათ ეშინიათ რომ ამე ისეთი ესკალაცია პროცესების არ გამოიწვიოს, რამაც ამათი დამხობა განაპირობოს ამ დღევანდელი ხელისუფლების. თუმცა ეს ამათი ბრალია, რომ ამ სიტუაციამდე მიიყვანეს. და რატო? 2012 წლიდან როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ უნდა დაიწყოთ ამ ახალგაზრდობის აღზრდა უნივერსიტეტებში, სკოლებში, რეალური ისტორია, რეალური უნდა ესწავლებინათ ამ ადამიანებისაც. მათ პირიქით საგანმანათლებლო სფეროს ხელი არ მოკიდეს. უნივერსიტეტებში, სკოლებში იგივე სწავლების იგივე მოდელი დატოვეს, რაც სააკაშვილის დროს დაიწყო. პროფესორ მასწავლებლები თითქმის იგივე. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ის ახალგაზრდა თაობა იმ ახალგაზრდა თაობა ჩამოუყალიბდა ის აზროვნებითი სტრუქტურა, რაც მათი ამ მოწინააღმდეგებისთვის იყო მისაღები და შესაბამისად აქედან გამომდინარე დღეს ნაბიჯს ვერ დგამს. ვინაიდან ამას შეიძლება სერიოზული პროცესები მათ წინააღმდეგო გამოიწვიოს. შეიძლება არც გამოიწვიოს, თუმცა ეშინია და ვერ ირაკლი, აი მაგ ლოგიკაში მოყვები და მერაბ შენც მინდა რომ აი ამ მე უბრალოდ მინდა შევადარო ერთ მერაბი ადარებდა ამ დროშის დაწვას და ამ კალაშნიკოვის განცხადება. ეს ადამიანის დროშას წვავდა, ხო? ეხლა მე იმ დონის დებილი იყოს ეს ადამიანი ვერ წარმომიდგენია ეხლა ამ დროშის დაწვით რომ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს რომ არ ესმოდეს ამ კაცს ამ ის დებილი რომ იყოს მე ავიცი მე ვერ წარმომიდგენია მაგრამ ასე დროს მეორე მხარეს ასეთ მოლაპარაკებს და ასეთ რაღაცა იმებზე მოდის შესაბამისად თელის ტევე პირველი ეს ლიბერალური მასმედიამ ისე აიტაცა ეს თემა. მიმაზრამდე მივდივარ, რომ ეს ადამიანები საერთოდ უნდა ჩამოაშოროს, დახურო უნდა ეს ტელეარხები, ეს მე თქვენ. და დღეს ამ ტელეარხებზე ხშირად ისმის ასეთი კითხვა, მარტო არ შეიძლება რუსეთთან დარჩენა. იმ მოკავშირეებთან, ჭყალებში მოკავშირეებთან რამე შედეგს მიაღწიეს ამათმა? აბა 30 წელი, აი რა შედეგი. ეგ არის ჩემთვის თავარი არგუმენტი, როცა ამაზე არა, მარტო დარჩენაში კიდევ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოკავშირეებს, ჭყალებში არაფერი მოკავშირეები ისინი არ იყვნენ საქართველოს თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. საქართველოს უბრალოდ იყენებდნენ როგორც პაიქს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში. შესაბამისად, თუ ერთი ფორმატით არ გამოდის რაღაცა, უნდა შეცვალო დაიწყო ახალ ფორმატზე უნდა გადახვიდე, ხო? ასე მესმის მე. ახალ ფორმატთან დაკავშირებით ჩვენთან მექნება შეკითხვა აუცილებლად ცოტა ხანში ვიყოთ აი ამას მე უვინიშნავ რომ მოდი ერთ რაღაცა გიორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. გიორგიევსკის ტრაქტატი ახლა მამუკას განცხადებიდან გამომდინარე, აი წმინდა სიმბოლური დატვირთვის იყო, ვინაიდან გიორგიევსკის ტრაქტატი ითვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაწყებად, ასე რომ ვთქვა. მთავარ ეტაპად, ასე. მთავარ ეტაპად, ასე რომ ვთქვა. თუმცა აი გარკვეულ ფაზურად უნდა განვიხილოთ ეს თემა. მე რა მასწორი თქვა რა, შუა საუკუნე ფეოდალიზმის ეპოქა იყო. ხა ფეოდალიზმი იმპერიები ისე იყო მოწყობილი, იმპერიის გუბერნია იყავიან რაღაცა. თუმცა როცა ხდება ფაზური განვითარება საზოგადოების გადავიდა ახალ ფაზაში საბჭოთა პერიოდი მახედულობაში წინარე მოდერნის ფაზა ასე რომ დავარქვათ ამ ფაზაში საქართველოს იყო როგორც ერთ-ერთი სუვერენული რესპუბლიკა ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
გათანაბრებული სტატუსით რუსეთის ფედერაციასთან, მაშინ RSFSR-ი ერქვა იმას, რა ქვია. ამ სტატუსით, გათანაბრებული სტატუსით. ნუ ეხა გასაგებია რუსეთი უფრო დიდი იყო და გავლენა მეტი ქონდეს, სხვასაკი ეს სხვა თემაა. და დღეს უკვე მესამე ახალ ფაზაზე გადავდივართ. აქ უკვე წმინდა შემოდის აი სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ცივ ურთიერთობა. და მამუკამ სწორად აღნიშნა, რომ სუვერენიტეტზე და აქ დამოუკიდებლობის დათმობაზე არ მიდის აქ საუბარი. აქ საუბარი ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დათმობაზე, არსებული რეგიონში არსებული ძალთა ბალანსების მიხედვით და იმ პრობლემების მოგვარება, რაც არის და რაზეც საუბრობთ, ვჯელობთ ახლა, ეს ტერიტორიების საკითხი. კიდევ ვიმეორებ, რუსეთის გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო საქართველოს ვერ დაეხმარება ამ ტერიტორიების, მე უფრო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასე კი არა, ერთიანი სახელმწიფო შექმნაში. გვინდა არ მოგწონს ეს ობიექტური გეოპოლიტიკური რეალობა. ამის გასაღები, ეს ცნობილი ფრაზაა, ამის გასაღები დღეს რუსეთში, მაგრამ ყველაზე მთავარი, აი თენგომ რაც გამოკო. მართლა დაუკვირდეთ ამას. მე არა იმიტომ რომ ან მამუკა ფიფიას ვიცნობთ ახლა ჩვენ და ან იმიტომ კი არა რომ მამუკა ფიფია თქო ჩვენი ოჯახის წევრია ან მეგობარია იმ გუნდის წევრია რომელსაც ნუ თავიდან მე სათავეში მედექი და შემდეგ პოლიტიკაში გადავიდა ეს გუნდი და ახლა მე იმიტომაც დავთმეთ რაღაცა იმიტომ რომ არანაირი ხარ შეიძლება როგორ ვიღაც როგორ არ უნდადესო თქვა მით უმეტეს ამდენი წელია ჩვენ ტელევიზიაში ვართ რა არ გადავთ მაგრამ ნუ არის რაღაც მომენტი რაც პოლიტიკის კეთება რასაც ქვია პოლიტიკაში ყოფნა რაღაც მივხვდი რაღაც მაგრამ იმიტომაც დავთმე პოლიტიკოსებს ხო იგივე თქვა შეიცვალა პარტიის ხელმძღვანელობას და შემდეგ და ანუ ყველაზე მთავარი არის რომ ის რაც თენგომ თქვა რომ ეს ხო ყველა მიცის რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსი პოლიტიკოსები ამაზე არ საუბრობდნენ მეცაც გეტყვით ხშირად იყო საუბარი ესეთ რაღაცებზე რომ მოდი რა რაღაცას ნუახსენებ რა მოდი რა ამ თემას ნუახსენებ რა აი მართლა იყო ეს რაღაცა თითქოს ერთგვარი კომპლექსი ქონდათ ამ ადამიანებს არ ვიცი ეს მათთვის ლოგიკური იყო ბუნებრივი იყო არგუმენტირებული იყო რაღაც მაგრამ ქონდათ კომპლექსი რომ აფხაზეთზე და ამ ტერიტორიულ თემებზე ნუ გველაპარაკებით მათ შორის როცა მე ჩავედი იქ და სადაც გავიცანე ირაკლი და რაზეც სწორედ აი ისევ კალაშნიკოვზე საუბრობთ ხო და ისევ სადაც აი თქვა მამუკა ყველა იღებდა მონაწილეობას სადაც ახლა იგივე მიშაშ ღენს და ერთად რო გავფრენდი თავიდან მე მაშინ ხელმძღვანელი ვიყავი და მიშას უბრალოდ დიდი გამოცდილება ქონა 25 წლის განმავლობაში ამ ხალხთან ურთიერთობა ქონა ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა რომ თვითონ მეუბნებოდნენ და იყო რაღაცები რომ მოდი ახლა პირდაპირ რაღაცა არ დაიწყო ახლა იმაზე რაზეც არ ლაპარაკობდნენ შეგნებულად რაც შენ თქვი ეს მართლა დასაფიქრებელია ხალხო რა წამალი დალიეს და რაღაც ალერგიის საწინააღმდეგო წამალი დალიეს და ეხა მოეხსნათ ეს ყველაფერი თუ რაღაცა ხო უნდა ვეძებოთ კარგი ხო უნდა ვეძებოთ რატო დაიწყეს ამაზე ლაპარაკი მამუკა პიპია რატო ამბობ კაც აფხაზეთიდან კვიდრი კაცი რომელიც წასულია რუსეთში გარკვეული დიდი პრობლემის და ტრაგედიის გამო იქ ხვდება ლეონიდ კალაშნიკოვს ინტერვიუს წერენ ქართველ ჟურნალისტთან ასალოდასობაში და ძალიან საინტერესო ინტერვიუ უბრალოდ ნახეთ იმიტომ რაღაც აღიქნება და მართლა გაუნათდეთ თავში რაღაცა რომ სწორედ ეს ხალხი იწყებს ლაპარაკს რომლებიც მართლა არ ლაპარაკობდნენ ირაკლი შენ ხო იცი ხა თენგო ამას ახლა ინტუიციით კი არ ხვდები და არ ლაპარაკობდნენ იმიტომ რომ ჟურნალისტია და წლების განმავლობაში აქ შეხება და ამ საკითხის გამო რუსეთუმებს გოძახიან დღემდე და პირიქით ვამბობდით რომ ბიჭო დაილაპარაკეთ დაიცენამ შანსს თობივოთ კრუგაზორი რომ გაიხსნას რომ ხალხმა მართლა აწუხებდა ამ ხალხს ეს საკითხი დევნილებს თავის საკითხი აინტერესებთ მართლა და ამ დროს იწყებს ლაპარაკს აი ეს არის კიდე საინტერესო იქნება ამაზე დაფიქრდნენ რომ კაცი რომელიც ამაზე არ ლაპარაკობდა გეუბნებოდა გამანები თავი ყველაფერზე და ამის გარდა ლაპარაკს იწყებს და მეტიც თვითონ გეუბნება რა იქ რა ტექსტი დაუწერა მამუკამ თუ დავითაიამ ზაზამ თუ ვინმე დაუწერს ახლა ლეონიდ კალაშნიკოვს ახლა არ დაგწვენ ახლა ხო რაღაცას მოახერხებს რა ისეთ რაღაცა სიტყვის მოგეშინია რომ თუ რამეა მე პუტინმა თუ რამე არ მოეწორა რომ გაცემს პასუხს რა სისულელე ამაზე მაგრამ რატო არ გინათ ხალხო კარგი დაინახოთ რაც გინათ თქვი ამ კაცზე რა ვიცით სულეურები ხომე ყველაფერი თქვი მაგრამ დავინახოთ აი რაღაცა მომენტი დავიჭე უბრალოდ კითხვა დაუსვა ჩვენ თავს რატო იწყებენ ეს ხალხი ლაპარაკს იმაზე მე ხო სხვა შორის პირველად გავიგი ანუ ესე არ ვიცოდე რა შენ თქვი რომ ან თუნდაც ამაზე დავსვათ კითხვა რატო არაძლევს რუსეთის მოქალაქეს უფლებას და კანონი ყოფილა რომ ვერაფერს ვერ შეიძენს რუსეთის მოქალაქე აფხაზეთში არა მარტო რუსეთის ვერც ერთი სხვა მოქალაქე ხო სხვა გასაგებია ხო გასაგებია რუსეთის მოქალაქეს რატო არა სტატუსი აქვს ამ შემთხვევაში აი ეს მინდოდა უბრალოდ მე თქო რომ გადავიდეთ თوار საკითხზე და მართლა მთავარი საკითხი რომ დავსვათ თქვა და რომ კითხოთ იგივე ამ თურქეთთან დაკავშირებით დღეს რაც ხდება
დღეს რა ცოტა ნერვიულობას გაგვიჩნდა, რომ იქ სომეხი, აზერბაიჯანელი, ზანგეზური, ირანის კონფლიქტი ესე უცებ მინელდა, ისრაელს როცა უნდა დაბომბავს სირიას, როცა უნდა დაბომბავს ირანს, რაღაც გავლენები და ამ დროს რუსეთთან მიმართებაში და დღეს მე კითხობინა დავსვა პოლიტოლოგია ხო ირაკლი და მაყურებელსაც აინტერესებს. ჩვენ რაღაცებზე პირდაპირ უნდა ვილაპარაკო და ხმამაღლა. არის თუ არა დღეს პრობლემა სანერვიულო თურქეთის ესეთი გააქტიურება, ანუ თურქულ აი ამ სამკუთხედში ეს არსება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკან ინგლისელები, არის თუ არა საფრთხე რუს და რუსეთის ნებისმიერ პოლიტიკოს და საერთოდ აი როგორ არის იცი აი რო ამბობდნენ ხოლმე ეს ვილიკაია რუს რო ამბობდნენ სულ ხო იმ ვილიკაია რუს ის იმას მიღწეული აქვს ის თავის მონაგებია ხო იმპერიული სახელმწიფო რო იყო როდის შეიქმნა დიდი ბოდიში რამდენი იმპერიული სახელმწიფო ვიცით რა ინგლისელები რა შკუა შეეცვალა უბრალოდ ყოველთვის პატარა კონსული იყო მაგრამ ყოველთვის ამას ვამბობ არ არიან ისინი იმპერიაში აებული შტატები ავიღო სანამ ამიტომ ირაკლი მინდა რომ ის ტერმინი იმპერია შეიცვალა ზედახელს დავაზუსტებ ამ შემთხვევაში მერაბი რასაც გულისხმობს მე სრულიად გავიგე ეგ ხო საერთოდ მკვდრადშობილი არგუმენტია ხოლმე, რასაც ამბობენ, რომ ეგ წარსულში იყო კაცო, რაც ხდებოდა და დღეს თითქოს აღარ ხდება. მე მგონი ძალიან ბევრი ფაქტი მოხდა განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენს დასანახად და იმაში დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფოების ინტერესები არ იცვლება იმ გაგებით, რომ რა ინტერესის ჰქონდა სახელმწიფოს მაგალითად მე-18, მე-17, მე-16 საუკუნეში, იგივე ინტერესი შეიძლება იმ ინტერესში შევიდა კორექცია რაღაცა და ადრე რაც უფრო მიღწევადი იყო დღეს მიღწეველია მათთვის, მაგრამ ტაქტიკაში შევიდა ტაქტიკაში შევიდა რაღაცა კორექცია, მაგრამ ინტერესები ხო ამ შემთხვევაში არ იცვლება, ხო? აი ეს არგუმენტი არ მესმის ხოლმე ერთი რასაც ამბობენ და მეორე აი ესეთი შეკითხვა მექნება მე რასაც ვატყობ ამ ჩვენ პროდასავლელების შეგნებაში რაღაცა ტრანსფორმაციები ხდება ხო? იმიტომ რომ ხდება იმ გაგებით რომ ის რომ ნატოს თემა მაგალითად საქართველოსთვის არის დახურული და ჩახურული და არასდროს არ მოხდება ამ თემის განხილვა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაგას ვერ მოესწრებით და ჩვენი შვილები ვერ მოესწრებიან მე მგონი ამას უკვე თვითონვე იაზრებენ ნატო რო იხურება რომ ევროკავშირიც იხურება მაგამდე ჯერჯერობით ვერ მივიდნენ მაგრამ ნუ მაგამდეც მალე მივლენ მაგათ twin-ში ეხა ხდება რა ჩემო ირაკლი მე შენ კარგად გეტყვი რომ რადგან ხვდებიან რომ დასავლეთი ვეღარ იქნება ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი ანტირუსულ თემებში და რუსეთის წინააღმდეგ თემებში ნელ-ნელა უკვე შეიძლება შეცნობილად შეიძლება შეუცნობლად ხდება ტრანსფორმირება დასავლეთის კონკრეტულად თურქეთით ანუ ისინი ფიქრობენ რომ საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ დამაბალანსებელი ზურგი ვინც ჩვენ ზურგი უნდა გაგვიმაგროს აი ამ წმინდა ბრძოლაში რომ რუსეთის ბოროტი თუ დამპალი იმპერია რასაც ეძახიან რომ დავამარცხოთ თურქეთი ეს დასავლეთი ვეღარ იქნება მაგრამ ეს შეიძლება იყოს თურქეთი როგორ ფიქრობ ეს თუ არა ასეთი რამ შესაძლებელი საქართველოსთვის პირველ რიგში ვთქვათ რომ რამდენად შესაძლებელია ქართულ-თურქული პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ თეორიულად როგორ შეგვიძლია ეგ წარმოვიდგინოთ და მეორე თურქეთის მხრიდან ექსპანსია საქართველოში ექსპანსიას არ გულისხმობ ხა პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას და ჯარის შემოყვანას თუმცა არც უამისობა არის და მაგალითად საუკუნის წინ გვაქვს ხო ამისი გამოცდილება როდესაც 2008 წელს უნდათ კაცო აჭარა ჯარების შემოყვანა კი ბატონო რამდენად არის ეგ რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და რას უპასუხებთ მაგ არგუმენტს რომ ეს წარსულში ხდებოდა კაცო ესეთი რაღაც თორე დღეს რატოღა უნდა მოხდეს ეს სულ წარსულში რა ხდებოდა რაც ხდებოდა საერთოდ გეთანხმებით თან თქვენ იმაში რომ შეიძლება ეპოქები შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკური სისტემები შეიცვალოს თუმცა მათი სტრატეგიული ინტერესები დიდ სახელმწიფო და თუ პატარა სახელმწიფოების ეს უცვლელი რჩება ზოგადად ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ გუშინ იყო იმის დადება რა ქვია მოლაპარაკება ევროკომისიასთან ევროკომისიის თავმჯდომარესთან ხო ფონ დერ ლაიენ ევროკომისიის თავმჯდომარეს ხარკი რო ხარკი დაადო პირდაპირ გაგებით რა პირდაპირ გაგებით ყოველგვარი ჯარჯარებებზე ადგა არ მიყვარს ეს ტერმინის გაატყავა ევროკავშირი გასმა აი წმინდა ძველი ბრიტანულ სტილში, რასაც ახდენდა ბრიტანეთის იმპერია, იგივე სტილს ჩაუტარა ტრამპმა, ნუ ამ მეორე ანგლო-საქსონმა ზესახელმწიფომ, ნუ სიტყვა იმპერია არ გამოუვიდა. და ამას ევროპელები სიხარულით შეხვდნენ. თუ გინდა უფრო კონკრეტულად აუხსნათ მე რაზე მოვუყვანე ეს მაგალითი. სახელმწიფოთა ტაქტიკაში შედის სულებებით, რომ ინტერესები არ იცვლება, რესურსების გადაკაჭვა, როგორც ანგლო-საქსებს მე-19 საუკუნეში ჰქონდათ, ხო, ბრიტანეთის იმპერიაში. იგივე საკეთებს დღეს ტრამპი, შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო, რომელსაც ბრიტანეთის, ნუ ასე რომ ვთქვა, ადგილი დაიკავა მსოფლიო პოლიტიკაში. შესაბამისად, სწორი შეკითხვა დასვით თქვენ და ზუსტად თემა იქითკენ მიდის. რომ აქ ისედაც ყველასთვის ხალდი იყო და ვინც ესმოდა ეს გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ზოგადად პოლიტოლოგია, რომ საქართველოს არასდროს არანაირი შანსი არ ქონდა
ევროკავშირში ინტეგრაციის და თუნდაც ნატოში. უკრაინელებზე კიდე ხანაშილება რაღაცა თქვა და მოლდაველებზე. ვინაიდან პირდაპირ საზღვრებიან აი თურქეთის შემთხვევა და ახლობით ამ ევროგაერთიანებაში მაშინ ევროკავშირი არ იყო მაგრამ ეს პროცესი დაიწყო 1987 წლიდან ამ ევროკავშირისკენ სვლა ევროპისკენ სვლა ასე ვთქვათ უფრო ისე რომ ვთქვათ თურქი დოზალი იყო მაშინ პრემიერი მაშინ სწორედ იმის მიუხედავად რაც მან გააკეთა თავის კონცეფციების შექმნა და მთელი ამბები ამ რომ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ამას ამტკიცებდა ეს ოზალი თურქეთი თუმცა არ ღებულობენ ამ თურქეთს ამ ევროკავშირში მათ იმაში არ ღებულობენ მხოლოდ მიიღეს ნატოში 52-ში ვინაიდან სამხრეთ ფლანგის გასაძლიერებლად ეს წმინდა ამერიკული პროექტი იყო თუმცა ევროკავშირში არ მიიღეს შესაბამისად ის ახდენს თავის საგარეო პოლიტიკის კორექციას უკვე დაიწყო თურქეთმა იგი ერბაქანი იყო მანამდე მას უკავშირებენ დაუშვათ ახალი ოსმანიზმის კონცეფციის წინ წამოწევას ამ ერბაქანს იყო და მთლიან გაერთიანება ერთიანი ისლამური სივრცის შექმნა შიიტების და სუნიტების შერიგება და მთელი ამბავი მე წამოვიდა დავით ოღლუს კონცეფცია რომელიც ერდოგანთან ძალიან ისეთი დღესაც ვთვლიან რომ ერდოგანი ამ კონცეფციის მინისტრი იყო და ცნობილი მეცნიერი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ახალი ოსმანიზმის კონცეფცია ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს თურქეთის მდგომარეობაზე საგარეო პოლიტიკაში რა სტრატეგია ასე თქვია თუ არ ვცდები სტრატეგიული სიღრმე და თურქეთის პოზიცია მსოფლიო პოლიტიკაში რაღაც ამდაგვარი ნაშრომი აქვს წიგნი წაკითხული მაქვს ადრე იქ უდევს ამ ახალი ოსმანიზმის კონცეფციის შექმნა ერთიანი ახალი ოსმანიზმი თუმცა იქაც ორი მომენტია გესმით რა პროექტს აირჩევენ ახალი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში შექმნიან ამ დიდ სუბიექტს თუ დიდი თურანის თურქული ამ ენოვანი ჯგუფების აქ უბრალოდ განმარტავ მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ოსმალეთის იმპერია არ გულისხმობდა მხოლოდ თურქს და თურქულენოვანს ოსმალეთის იმპერია ეს იყო სამ კონტინენტზე გადაჭიმული უზარმაზარი სივრცე რომელიც თურქების გარდა აერთიანებდა ბალკანეთის ხალხებს, ქრისტიან ხალხებს ჩვენი ჩათვლით, არაბებს, ეგვიპტეში მაცხოვრებელ კიდე ძალიან ბევრ ეთნიკურ ჯგუფს და ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის რაზე ამ დიდი ოსმანიზმის თეორიაზე რომ რა უნდა მოხდეს, რისკენ უნდა ისწრაფოდეს თურქული სახელმწიფო, აი იმ ძველი ოსმალური იმპერიის აღდგენა უნდა მოხდეს, თუ მისი ალტერნატივა უნდა იყოს მხოლოდ თურქულენოვან ხალხებზე მუშაობა, ასე ვთქვა და უკვე შუა აზიისკენ და ჩინეთის საზღვრამდე თურქულენოვანი ხალხების გაერთიანება. შილოკავკასიასთან ერთად. და შილოკავკასიასთან ერთად, კი. ამ აქ უკვე საქართველოს რჩება არჩევანის წინაშე. ან ის იღებს ისლამურ უხეშად ვთქვათ, ისლამური სახელმწიფოს მხარეს იმ სივრცეში ხდება იმ პროექტში ინტეგრაცია საქართველოში, არანაირი ევროპა საქართველოს არ ეჯღანება ბოდიშთა ამ გამოთქმაზე რა. ან ამ ისლამურ იმაში იწყებს, ამ დიდი თურანი იქნება და ოსმალეთის იმპერია თუ რა ფორმითაც არ შეიქმნება ეს ერთიანი სივრცე ისლამური, ხო? ეს სუნიტური ასე ვთქვათ. და მეორე რუსული აი მოდერნისტულ კონსერვატიული სლავურ მართლმადიდებლური ჯერ გამოსახული არ არის თუმცა მათი მართლმადიდებლობიდან გამომდინარე ჩვენები რას აირჩევენ ქართული მართლმადიდებლები ამ ორ პროექტს შორის იქნება არჩევანი ამათ შორის იქნება ბრძოლა და ვინც ამ პროექტში გამარჯვებული დარჩება ეხლა დღეს ალიევზე მიდიოდა საუბარი ახსენა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა საგარეო პოლიტიკაზე. აქ სერიოზული პრობლემები შეიქმნება სამხრეთ კავკასიაში. ვინაიდან ის პროექტი, რომელიც მოიგებს რუსული თუ თურქული პროექტი და მე ხა ყველანაირი ბალანსის გამოზომით, რუსული და თურქული ბალანს შედარებით, ეხლა მიუხედავად იმისა, ნატო დგას მის უკან, ბალანს გამოზობით სამხრეთ კავკასიაში, რა ვიცი, ხა რამდენი 16 ჯერ იომეს, ხო? რუსებმა და თურქებმა. რამდენადაც რა ვიცი, რა ისტორიაში რაც ერთი ომი აქვს გამოჩენა, რაც ბოლო ომში იყო კავკასიის ფრონტის შორის როგორც ვიცი. თითქმის ყველა ომი მოუგო. შესაბამისად, თუ ამას გადავხედავ და დღევანდელ ძალთა ბალანსს შევაფარდებ თურქეთს და რუსეთს შორის. ეს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში. ეს დამზადდება რუსეთის გამარჯვებით ამ პროექტზე. რუსული პროექტის გამარჯვებით, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ალიევის და პაშინიანის ჩარეცხვას. ეს სომეხი მეგობარი მეუბნებოდა რამოდენიმე დღის წინ, უკვე ჩვენ სომხეთშიო პაშინიანს ვძახითო ნიკალია აღლი. ასე შევარქვითო სომხეთში რა. შესაბამისად, პროთურქული ძალები ჩარეცხვა. სომხეთში პროთურქულად არ იქნება, ამ ჯგუფში ყოველ შემთხვევაში, ამ მის ოპოზიციაში. შესაბამისად, ამ პროექტებს შორის საინტერესოა ჩვენი ხელისუფლება
რომელ ხარეს აირჩევს. ეგ მართლა და საინტერესოა. ეს არ არის რაღაცა 5 წლის ან 10 წლის პერსპექტივა. ეს რამოდენიმე თვეში გამოჩნდება ეს პროცესები საქართველოს. რამოდენიმე თვეში. იმ დიდი შეხვედრა რაც იგი გეგმება თუ შეხვდა. რამოდენიმე თვეში. ჩინეთში. ეს უკრაინის თემატიკაზე მინდა ერთი ყურადღება გავამახვილო, მეც ძალიან გამიკვირდა, ჩვენ აქ საუბრობდით ომი დასრულდება, მეც რომ მოუწევდნენ ამ მემორანდუმზე. თუმცა რაღაც დამაინტერესა დონბასში მიმდინარე პროცესებით. იქ არის ორი ქალაქი, პაკროვსკი, კუპიანსკი და ეს კრავს ამ დიდ სარტყელს, საფორტიფიკაციო სარტყელს, ასე რომ ვთქვა. ფაქტობრივად კუპიანსში მიუახლოვდნენ კუპიანსკს რუსული არმია და პაკროვსკი მირნოგრადი აიღეს თუ მირნოგრად შევიდნენ დღეს. ჯერ აღებული არ არის როგორც ვიცი. და შევიდნენ. ალყას ახდენენ პაკროვს, რომელიც არის ლოჯისტიკური ჰაბი, კვანძია. და სლავიანსკი, კრამატოვსკი ჩემი დაკვირვებით რაც უყურებ ხოლმე აი Deep State არის ესეთი პორტალი სადაც ეგ. ყველაზე ძალიან ობიექტურია, ძალიან ობიექტურია სხვა. ობიექტურია, მან წინა წლის დეკემბრიდან დაწყებული არის პოკროვსკის ალყა, როგორც ჩანს. რო უყურებ და იქ აქვს ფუნქცია, ასე ვთქვათ, ამ პორტალს რო დღეების მიხედვით გადაახვია, აი ყოველ დღე რა ცვლილებას განიცდის. ფრონტი პოკროვსკი ექცევა ალყაში და პოკროვსკის დაცემა უკრაინელების ეს ნიშნავს რომ სლავიანსკი, კრამატორსკი და ეს საფორტიფიკაციო ხაზი რაც არის ხო ამ ქალაქში განლაგებული. ფაქტობრივად ამის დაცემასაც ნიშნავს. ვინაიდან სურსა სანოვაგეს ვერ მიღეს, სულ ალყაშიც მოექცევიან და ამ ხაზის გადალახვის შემდეგ ყველა მიმართულებით უკვე გზა იხსნება რუსულ არმიას. ხარკოვი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი. კი, რაღაც წინააღმდეგობის ზღუდები კი იქნება, მაგრამ ისეთი ვერ იქნება, რაც იყო 7 თუ 8 წელი ამზადებდნენ ამ ზოლს. ეს ამერიკელების დახმარებით უკრაინელები. შესაბამისად, აი ამიტომ არ მიდის იმ მემორანდუმზე ამერიკელების თავაზობენ. და წელავს, ნახოთ ახლა ამდენ ხანში. თუმცა ეს რამოდენიმე თვეში დასრულდება, დარწმუნებული ვარ ეს პროცესი. აი ამის მე დადგება სამხრეთ კავკასიაში. მე მინდა ირაკლეს ერთი კითხვა დავუსვა, იმიტომ რომ თავიდან მისვე ანალიზში გაისმა ეს ფრაზა, რომ როდესაც ის თურქეთზე საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირთან მართლა ყველა ვიცით ეს რამდენი წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ თვითონ გააჟღერა ეხლა აღარ ამბობს ეს აგრესიით თორე რამოდენიმეჯერ ეს პრეტენზია ჰქონდა ერდოღანი ამბობდა რატო არ გვიღებთ მაგრამ ირაკლი როცა ამ მსჯელობის დროს მან ახსენა რომ ნატო დგას კი ბატონო ამ შემთხვევაში თურქეთის უკან და გვერდით რაც ნიშნავს მაგრამ მე ესეთი კითხვა მიჩნდება ირაკლი ჩვენთან და ძალიან საინტერესოა რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მე იმ უმცირესობას არ ვლაპარაკობ ისინი ვიცით რაც არის და როგორი პროპაგანდაც არის იმ კითხვაში შე რო თქვი რომ აქეთ ესენი ერთად დადგებიან და რუსულ-თურქული ის მოხდება თქვათ ეს გადანაწილება არჩევანის წინაშე ამათი პასუხი ვიცი რა რომ ჩვენ ევროპა შე რო თქვი რომ ანუ თურქეთში უნდა წახვიდეთ თურქეთის ინტერესებში ან რუსულ ინტერესებში ესენი ყოველთვის იტყვიან რომ ჩვენ ევროპაში უნდა წავიდეთ თუმცა არავინ არ ადგა მაგრამ მე ესეთი კითხვა მიჩნდება აი ამ გადანაწილების დროს ყველა ფიქრობს ან ვიღაც უკან უკვე დგას ვიღაც გვერდზე დგას ანდა ცდილობენ იპოვონ პარტნიორები ხო ჩვენც ამ სიტუაციაში ვართ ხო ნებისმიერი ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ვინ დგას დღეს ჩვენს უკან ანდა ჩვენს გვერდით როცა აი ესეთი დიდი სამხრეთ კავკასიაში ასეთი რამე ხდება აზერბაიჯანელებთან გავიგე და ვხვდებით ვინც დგას და ვიცით ახლა ეს როგორც არის ვინც მეტად კითხულობს მეტ კითხვებს სვავს ის გაიგებს და მიხვდება ხა დაღეჭილია ფაქტობრივად ყველა გადაცემაში არ მარტო ჩვენთან ხო აი არის სხვა გადაცემებში დაღეჭილა თუ ამბობთ ვისი ინტერესებია სომხებთან მიმართებაში ვიცით ვინ დგას უკან მაგრამ ჩვენთან მიმართებაში აი როცა მოხდება ეს სერიოზული კითხვის რომ დაისმება უკვე რომ ან აქ ან იქ ვინ დგას უკან აი ვინ არის ჩვენ რეალურად რომ აი ამ ყველაფერს გათხოვს აი ამ გეოპოლიტიკაში ხო ისტორიიდან გავუნდე ყველაფერა გავუნდე თურქებთან რომ მოგიწიო შენ ეს გახლეჩულ სიტუაცია ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რეალურად მართლა შენს გვერდით არა სიტყვებით პათეტიკით არამედ ვისაც უშუალოდ ჭირდები მე არ მინდა ხო ისე გამოვიდეს რომ კი ბატონო თუნდაც კითხვა ეს იყოს რუსეთთან მიმართებაშიც კავკასიის საკითხზე რომ ამბობ რომ არ დათმობს არავითარ შემთხვევაში ესე იგი მასაც საქართველოში მისი ინტერესიც არის და მასაც ჭირდები ხო რა თქმა უნდა ვინ დადგება რეალურად აი რა მოდი მე ერთ იმას მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ხელისუფლების ქცევაზე საგარეო პოლიტიკური კურსზე ასე თქვა ჩვენი ხელისუფლების ამათ ჩვენს უკან დღესდღეობით როგორც ჩანს არავინ არ დგას
უნდათ გარკვეული სიტუაციის გამოსწორება ხან ამერიკელებთან, ხან ევროპელებთან, ნუ რუსებთან არის ძახიან, ჩინელებთან გარკვეულ კონტექსტში იყო რაღაცა კი ბატონო. თუმცა დღესდღეობით როგორც მოკავშირე, რაღაცა სტრატეგიული მოკავშირე ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ამ ეტაპზე არ ყავს. თუმცა ამ ძალთა ბალანსის და ამ გარეძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ძალიან ჭკვიანურად აბალანსებენ და ცდილობენ იმ ინტერესების ისე დაბალანსებას, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ხელისუფლება და ეს ქვეყანას არ რამე ხრამში არ გადაჭეხონ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს ჩანს ამათ ხელისუფლება. ნუ ქმედებებიდან საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, როცა შეიცვლება საგარეო პოლიტიკა, შეიძლება მათაც უნდოდეთ სხვა ნაბიჯი წასვლა, ან უფრო რასაც კალაშნიკოვი ითხოვს და რუსული მხარე, ნუ დავიწყოთ მოლაპარაკები. თქვენ რა დონიდან გსურთ იმ დონიდან დავიწყოთ და მერე განვავითაროთ სიტყვაზე. თუმცა ამაზე ვერ მიდიან და რაზე ვერ მიდიან, შეიძლება მათაც ესმით. მაგრამ რაზე ვერ მიდიან. აქ სიტუაცია, ეს ისევ ამათი ბრალია კიდევ ვიმეორებ. მათ იდეოლოგიურად, პროპაგანდისტულად არ მოამზადეს ეს. ეხლა დაჭირდათ 1 წლის წინ ეს სუვერენიტეტი ამ ხელისუფლებას, გესმით? მანამდე გლობალისტები იყვნენ სისტემაში. და ამიტომ საზოგადოება მზად არის და ეშინიათ აქ სიტუაცია არაერიო. როცა ვლაპარაკობთ პროპაგანდაზე, იცი რა მაინტერესებს და ნელ-ნელა ფინალისკენაც უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ საეთერო დრო პრაქტიკულად ამოგვეწურა, უბრალოდ რისი დაფიქსირება მინდა, როცა ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი ორ ბანაკად, ხო, მინიმუმ ორ ბანაკად და ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებული. ისეთ საკითხებზე ვარ დაპირისპირებული, რაზეც მე დარწმუნებული ვარ, რომ აი პრინციპში რომ დაждდა ერთ-ერთზე ელაპარაკო ადამიანს და თუ იმას არ აქვს წინას არის განწყობა, რომ მაინდა-მაინც უნდა გაგლანძღოს, შეუძლებელია რომ ვერ შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ნუ არსებობს რაღაც რაციონალური საღიაზრი და არსებობს ირაციონალური პოზიციები, ხო? ერთ-ერთზე როგორც წესი შეთანხმება არ არის ხოლმე ძნელი, მაგრამ აი საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ეს ყველაფერი რთულდება. მე რა მაინტერესებს იცი ირაკლი და რა მიხსნია? გავიგე პროპაგანდა, გავიგე რომ აი ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებით და არ ჩვენ ვართ ეხლა რაღაც ხვავის ხნის ხალხი, ხო ჩვენც ახალგაზრდები ვართ და თუ რავი ჩვენზე რატო არ იმოქმედა მაშინ მაგ პროპაგანდა, მაგრამ ნუ კაი, ეგ ცალკე თემა. ახალგაზრდების რაღაც ნაწილს აი გამოურეცხეს ტვინი იმითი რომ რუსეთი მტერია, მარტო ეს ესმით, ხო? მეტი არაფერი არ ესმით, ამისათვის აწვდიან შესაბამის არგუმენტებს. რაც ყველაზე უფრო გულისამრევი არის ჩემთვის და გამაღიზიანებელია და აი ამ პროვოკაციის დროს ამ დღეებში რაც მოაწყვეს, იქაც იყო ახსენებენ და манипулირებენ ქართველი გმირების სახელებით, ანწუხელიძის სახელი ახსენეს ეხლაც და ანწუხელიძის ქვეყანაში იძახიან რა წელს ჩამოვიდა პირველად რუსი სპორტსმენი 2008 წლის მერე არ მომხდარა ეგეთი რა წელს გაგახსენდათ მაინდა-მაინც ანწუხელიძე აი საინტერესო 2008 წელს მე არ წავიდა მიხეილ სააკაშვილი და რეაბილიტაციას საზღვარზე სად იყო აი მაშინ არ გახსოვდათ ანწუხელიძე თუ არ იყო გმირი ეს ადამიანი მაშინ თქვენ თვალში აი ეს არის ამიტომ განა ჩვენ რომ რამეს ვამბობთ ხოლმე მე თქვენ რა ქართულ გმირებს ამცირ მე კი არ ვამცირებ გმირებს აი ეს სპეკულაციურად რო იყენე მათი სახელით რო სპეკულაციას ეწევი იმიტომ რომ შენი დამპალი პოლიტიკური მიზანი გაქვს და მაგას გინდა რომ მიაღწიო ეს არის გამაღიზიანებელი თორე ანწუხელიძის და იმ გმირების სახელს ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებს მათ გმირობას რაც მათ მაგრამ აი ესე რომ იყენებენ აი ბინძური პოლიტიკური თამაშებისთვის ეს არის გამაღიზიანებელი მაგრამ თავარი რა არის და ირაკლი შენთან მეკნება ეს შეკითხვა რომ თუნდაც არ გიყვარდეს თუნდაც გეზიზღებოდეს გეჯავრებოდეს ეს რუსები კაც გავიგე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ იმაზე და დავახო იმას არ შეეხება რომ ვინ უნდა გვიყვარდეს ან ვინ არ უნდა გვიყვარდეს ან ვინ გვესიმპათიურება ან ვინ არ გვესიმპათიურება ლაპარაკი მიდის იმაზე რა არის საჭირო რომ გაკეთდეს და რა არ არის საჭირო რომ გაკეთდეს ამ საკითხში მაინც რატო ვერ ვნახულობთ თანხმობას ეს არის ჩემთვის ამ შემთხვევაში გავგებარი თუნდაც გეზიზღებოდეს ის მეორე მხარე თუ კი ხედავ რომ შენი ქვეყნისთვის დღეს ამის გაკეთება არის საჭირო რატო არ უნდა იყო მზად იმისთვის რომ გადადგა რაღაც ნაბიჯი რაც შეიძლება საერთოდ არ მიგაჩნდეს მარტივ ასახსნელია ეს ფულზე გაყიდულები არიან და იმიტომ რაცაც შეუკვეთეს იმას ამბობენ და შეკვეთა ხდება თანხის გადახდით ზმეთ რაც შეეხება პოლიტიკაში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ხო მე მერწყვი ყველა სახელმწიფო ერთმანეთის მტერია აქ არის გარკვეული პოზიციებიდან გამომდინარე ინტერესთა დაახლოება, შეჯერება და შესაბამისად ამ ინტერესებიდან გამომდინარე მოკავშირეობა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. არავინ არ არის ძმაკაცი არ არის, გაიმახსოვროთ ხალხო, დაიმახსოვროს უყველამ რა. პოლიტიკაში არსებობს ძალთა ბალანსი და ნაციონალური ინტერესი. მე სხვა არ არსებობს საერთოდ. დანარჩენ ეს ზღაპრები ახლა ამერიკელს უყვარს ეს ბიჭი ვიღაცა რაღაცა დაწვა აქ თუ გოგონა რა ვიცი ვინც არის და იმიტომ იმაშვება ახლა იცავენ ეს ხო გავიგე ჯოუნსონის ის რაც იყო თავარი არ არის ისინი ფულს აკეთებენ 360,000 ანგლო-საქსების თავარი რაციონალურ პრაგმატული მიდგომა და მათთვის რაციონალიზმი პრაგმატიზმი ეს არის რომ რაც შეიძლება მაქსიმალური მოგების მიღება უტილიტარული აზროვნება გააჩნია ამ ხალხს გესმენთ
ჯო ვილსონი თუ ლინსი გრემი, ხო, ის რო გამოდიან. ყველა ფულს იღებს იმ გამოსვლებში ეს ადამიანები. ყველა ფულს იღებს. ხოჯორი ჯო ვილსონის განცხადებები უნდა ნახო შენ ცენტრალური აფრიკის ქვეყნებთან დაკავშირებით. აი ზუსტად რა პათოსითაც აქ მაგას ლინსი გრემს და ჯო ვილსონს უთხრა რუკაზე მომიძებდეს, აკა ვერ მოგიძებდეს ეს ხალხი. ეს მე მათი მესმის კაცო ჩვენ კი ბრაზდებით, მაგრამ ახლა ჯო ვილსონის გადმოსახედიდან შეხედე კაცი არის ახლა. მე მაგიტომ ამბობ რომ მაინც ახლა რაღაცა წინ თუ რამესთვის უნდა მიაღწია აქამდე უნდა მიაღწია. ძალიან კონგრესმენი ეს ბავშვები ვინც ამას აკეთებენ, ეს ბავშვები ვინც და მათი პატრონები. შენ რო ახლა ფულს გიხდიდნენ ირაკლი მაგალითად აი საქართველოს ის ავიდეს და საერთაშორისო დონეზე იმხელა ავტორიტეტი კონდეს ჩვენს ქვეყანას რომ საქართველოში პოლიტოლოგს მაგალითად ირაკლი შენ დაგიკავშირდეს ახლა კამბოჯის რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და საკმაოდ სოლიდური ფული მოგცეს იმაში რომ გეხვეწები კაცო ახლა შენთვის ეგ არაფერს არ ცulis აქ საქართველოში ჩვენ გამოგვადგება რომ აი რაღაც კონკრეტულ კამბოჯელ პოლიტიკოსზე რაღაცა თქვი და ამაში გაძლევ 100,000 არის თქვი როგორ არის თქვი აბარასო მაგარ რაღაცას გეტყვი იმაზე ნუბრაზდები მე საკუთარი ფაქტის შემსწრევ ვარ 2012 წელს ოდესაც ჩვენ კადრებიც გამოქვეყნება როცა მოხდა ევროპაში როცა ბრიუსელში როცა ჩავედით გოგა ხაინდრავას ფილმი ჩვენება იყო დემოკრატიის სახელით იცი ეს ფილმი დოკუმენტური ფილმი და დარბაზში სადაც ვაჩვენეთ ეს ფილმი ხო იყო იმყოფებოდა შვედი არ მახსოვს სახელი და გვარი შეიძლება ირაკლი მიწოდეს შვედი ძალიან ცნობილი ლობისტი რომელიც იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილის ლობისტი რომელიც ამავე დროს იყო ლობისტი ცნობილია ეს კაცი რომ აფრიკაში ერთ-ერთ დიქტატორს რომელიც წლები იყო იმის ლობისტი იყო და იმას იცავდა ოღონდ მე ამ დიქტატორმა დაამთავრა რაღაც სხვანაირად ციხეშտოვას მაგრამ ფილმის ჩვენების მერე ეს კაცი შეგნებულად დარჩა ანუ და გოგა ხაინდრავასთან საუბრობდა ჩვენ ერთ მაგიდასთან ვისხედით და საუბრობდით და გოგა ხაინდრავას მოუვიდა კონფლიქტი ოღონდ სიტყვიერი დაპირისპირება და ბოლო მომენტში როცა გოგამ რო გაიგო და ყველამ რო გავიგე და გვითხრა ეს კაცო პირდაპირ გვითხრა პოპხაძე გიორგიმ გვითხრა რომ ეს არის ეს კაციაო მომენტს მოწვეული იყო რა წარმოიდგინე ხა შენ იმ პერიოდში იმ წამსვე ლობიზმით იყო დაკავებული მიშა სააკაშვილის რომელიც არისო ერთ-ერთი იყო რომელიც დიქტატორის და გოგას ბოლოს კამაჩი და ფილმის რო ნახა უკვე და რაღაც მე ეს კაცი წავიდა რაღაცა მომენტში დათმობაზე ეხლა წარმოიდგინე ეხლა ჯო ვილსონი არა საუბარში ნუ ეხლა რაღა უნდა ეკნა მიხვდა იმიტომ რომ ვაჩვენეთ ფაქტი თან ეს არ დაგავიწყდეს მაშინ ჯერ კიდე კადრების თემა არ იყო ცნობილი იმიტომ ეს 17-ში ხდება თუ რაღაცა 18-ში მოხდა კადრების გამოქვეყნება ანუ ეხლა ჯო ვილსონს შეხედე რა ზუსტად იგივე რა ჩვენ თქვი წარმოდგენ არა მართლა რუკაზე რო უთხრა სად არის ის უბრალოდ მათ ჩადებულია თავში როგორ ხო ცნობილია ხა ჩვენ გვასწავლიან და ხო ვიცით არა პიარ ტექნოლოგია რა არის ლობიზმი რა არის გამოდიან და ყველგან ამბობდნენ რენი ჰარველი რო ჩამოვიდა და მიწას რო ემთხვია ჭირს კაცი რეჟისორია შოუმენია 5 მილიონი აიღო მიწას ემთხვეოდა კი არა შეიძლება ხო მიც გახსოვთ ის ცნობილი აგვისტოს ომის ეს იყო რომ გადაუხადეს ფულმი და აკოცებ და მაგას გავდა მე მეგისაკარდავა რო ჩამოვიდა მიწას რო ემთხვია ხო პატიმარი რო ჩამოვიდა ეხა განსხვავება ამ თემას ეხება რო არ გავიხსენო არ შეიძლება მაგად გულწრფელობაზე არის ლაპარაკი ცოტა ხნისი ხო აღარც უკვე ისე ცოტა ხნისი ტრამპის მოსulis შემდეგ უკვე USAID-ის ფონდები რო გაიხსნა ვის რაში აძლევდა ფულს შონ პენი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი იყო ოსკარი რო გაუგებია კი ბატონო ეს ფული შონ პენს აღებული რო აი ეებში რო ჩავიდა ფული აიღო 7 რა თქმა უნდა და ეს ეხლა გახდა ცნობილი და რობერტ დე ნიროს რო დახვდნენ თუ გახსოვთ რობერტ დე ნიროს ამერიკაში არის ეს კადრები რობერტ დე ნიროს დახვდნენ ამერიკაში ერთ-ერთ რაღაცა ღონისძიებაზე იყო ბაიდენის ეს ხო ღია თუ წევდა ბაიდენს ხლება რას ეძახის ეს ცნობილი კადრებია ჩვენ მე მგონი ადრე გაუშვით ანუ და ეს მე უბრალოდ მე ვგებულობ რომ შეგნებულად იყო გაკეთებული და მსახიობ კაც ახლა შონ პენი კი მე ძალიან მეც შემეცვალა არის იცი არაფერს არ უნდა დაიწყო რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი მოსულა მოდი ესე ტერმინი რო თქვა მაგათთვის მოსულა და ჯონ ვილსონის 360,000 პეტრეცის ქარიშვილი ხელს მოაწერს და რომელსაც ვერ გაიქცევიან გადარიცხულთა აეგარი ღირებულებები მათთვის ამჟამად არის რეალურად მართლა ფული ამ ნაცებს ახლა უთხრათ რომ ეს ვერ უშველის უკვე დასრულს ეს არ უნდა შეიძლებოდეს აი ეს მინდა ვთქვა რომ ეს მართლა არ უნდა შეიძლებოდეს შონ პენისთვის შეიძლება ეგ არაფერი არ არის და ეხლა სადღაც მართლა ოკეანის გადაღმა რაღაცა ქვეყანაში ჩავადა რომელიღაცა პრეზიდენტს გვარს რო ვერ წარმოთქვამს ესიარად ხელს ჩამოართმევს ამაში აიღებს რამდენიმე მილიონს მაგრამ შონ პენის და მაგის აი ჯო ვილსონები იგივე და ყველა ერთი ნაგავია ჩემთვის ბოდიში მომითხოვია ამ გამოთქმისთვის მაგრამ აი
ეგ საქციელები განაპირობებს იმას, რომ 100,000-ობით გვამია დღეს უკრაინაში. 100,000-ობით გვამი, აი მაქსი გიჟემში ხო ეს ყველაფერი და ეს ხალხი მაქსი გიჟეში მონაწილეობდა. ამაში ფულს იღებდა რომ აქ ყველაფერში როგორ შეიძლება ეგ ნორმალური სტანდარტი იყოს? ანუ მთელ მსოფლიოს ატყუებ ხომ აქ დროს? რო ჩადიხარ ზელენსკი, მე შენ მიყვარხარ, შენ ოსკარი ჩამოგიტა, ამაში ფული გაქვს აღებული, თორე ფეხებზე კიდია ეგ ზელენსკი და შენი ამ საქციელების გამო 10,000-ობით უკრაინელ ხო გვახსოვს თავიდან რომ გარბოდნენ, რომ ეწერებოდნენ მოხალისეებად და ზუსტად აი ამ ყიჟინამ ამ ადამიანებმა შექმნეს ის ფონი, რის გამოც დღეს 100,000-ობით ბავშვი არის ობოლი დარჩენილი იქ და განადგურებული და დანგრეული არის ის ქვეყანა და თვითონ ამერიკული პროგნოზები არის, რომ 100 წელი დაჭირდება უკრაინას, რომ იმ ნიშნულს მიუახლოვდეს, როცა ომი იწყება. რანაირად შეიძლება ეგ ან უკანონო არ იყოს, ან ნორმალური იყოს ესე მოქცევა. შონ პენი ახსენე შენ და მე არ მინდა უბრალოდ შევწდე. შონ პენზე, სწორედ შონ პენია, მე მგონი საკმაოდ ცნობილი ესკობარესთან არის ეგ შესული ინტერვიუ აქვს ჩაწერილი და ამას ძალიან დიდი სკანდალი მოყვა. ძალიან სერიოზული დოკუმენტურია ამას და მე მეუნახავდა. ეს ეხლა ხო ხვდებით არა ეხლა ეს სამწუხაროდ რასაც შენ ამბობ, რა თქმა უნდა ეს სამწუხარო, მაგრამ მათთვის ხო ხვდებით რა ღირებულებები არაფერი არის სადღაც საქართველო ეს არ არის რა ხა ჩვენ ხო ხვდები ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეს ასე არ იყოს მაგრამ მათთვის რა ნამუსი რა ღირებულება რა ისე ხარ დებილი მაგათი რომ გჯერა თორე ამ დროს წარმოიდგინე ეს მე იმაზე გიждები რომ კიდევ უფრო მკაცრი არის დღევანდელი ხელისუფლება და შესაბამისად ალბათ კანონი არ ვიცი მართალია ზატურლიმა გააკეთა თუ არ ვსწრები განცხადება რომ კიო კარგი არის ეს რეაქცია რო იყოს უფრო მეტი მკაცრი კანონი რო იყოს ხო არჩი როდემდე უნდა უყუროთ ეხლა გამოვა ესა და ვეძახო ჩვენ ეხლა ამას უი ბავშვო შენ არის სასაკეთებ დროშებით წვამიდე ეს კაცო პრობლემას უქმნის საქართველოს უქმნის პრობლემას კაცო პრობლემას უქმნის საქართველოს თორე სუპეხებზე რა მკიდია მართლა არ მაინტერესებს იმის IQ რა მე ვხედავ რომ დღეს იმ ფონზე რაზეც თქვა ვახსენეთ რომ იგივე თქვა მამუკა პიპია იქნება ეს თუ მერაბჭიკაშვილი თენგო ომანიძე თუ ირაკლი უბილავა და ვიღა თუნდაც ჩემი ხელისუფლების წარმომადგენელი ფარულად სადღაც ჩუმად დიპლომატიურ კონტექსტში რო ხდებოდეს ვიღაცას და წადებოდეს ჩემი ქვეყნის მართლა იმ ტერიტორიაზე აი იმ კონფლიქტურ ტერიტორიაზე ბედი იმ ადამიანის ანდრო შეიძლება შენ ისე გააკეთო რომ აი ადგეს და საერთოდ ყველაფერი გააფუჭო და მე ეს მაინტერესებს თორე სუ ფეხებზე მკიდია დიდი ბოდიშით იმ ბავშვის გოგოს თვას IQ და რაღაც მე მაინტერესებს ჩემ ქვეყანას რა მოუვა ამით თორე რა თქმა უნდა ესენი არიან ყოველგვარ სიბინძურეში და ამ ყველაფერს თან ახალისებს ხალხი რომელიც რო კითხო ჩვენ გვეუბნებიან რუსეთთან და თქვენ არ უნდა ქონეთ არც მიმოსვლა არც დენი არც წყალი არც შაქარი არც პური და თვითონ კანონი გამოაქვთ რომ ხახო რასაკი ევროპელი დეპუტატები ხო რომ გამოვიდა რომ კანონს ვიღებ თუ ამათ სანქციებაშიო და დღემდე დათვალეთო რამდენი ხო გადახდილი რუსულ გაზშიო ვერ გავიგე გასულ წელს უფრო მეტი რუსული გაზის შესყიდვაში დახარჯა ეს არის ენერგეტიკის საკითხებში კომისარი ევროკავშირის რომელმაც პირდაპირ დადო რომ პარადოქსიო ესეთი ამსიტყვით იწყებს ეს არის პარადოქსი რომ ევროკავშირმა 2024 წელს რუსული ენერგორესურსების შესყიდვაში უფრო მეტი ფული დახარჯა ვიდრე უკრაინის დახმარებაში წარმოიდგინე. ხო და ეხლა წარმოიდგინე ჩვენ გვეუბნებიან რომ ესე იგი ჩვენ რა უნდა ვქნათ იცი? კიდე იქ დაბრუნდეთ და ფინალურია მაგრამ კიდე იქ დაბრუნდეთ. ის ფრაზა ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეკუთვნოდეს რეალურად რო ჩვენ ვნახოთ აი იმ პოლიტიკაში მე რო დაუსვი ირაკლის კითხვა და ირაკლის პასუხიც ლოგიკურად სადღაც აქამდე მიმიყვანა რომ სინამდვილეში ამ დღევანდელ რეალურ პოლიტიკაში შეუნა მიიღო გამოსავალი მართლა შენივე ქვეყნის ინტერესთან გამომდინარე შენ თავი შენ გეკუთვნის მხოლოდ მაგრამ ამ ინტერესებს რომ დაჯდები სალაპარაკოთ კი იქ რომ გადაწონის და რაციონალურად რომ მიხვდები რომ რუსეთი ისტორიულად იქნება ეს ეკონომიურად იქნება ეს თუ რაღაც ვის ინტერესებში ყოფნაში უფრო შეგილია შენ გაძლო ლავირება ქონეს და მასთან ივაჭრო ამაზეა საუბარი თორემ რა უნდათ ინგლისელებს არ ვიცით ანგლოსაქსებს რა უნდა დღემდე მთელ სოფლიოში არ ვიცით ანგლოსაქსები არ იყვნენ ინდოელები ინდოეთიდან ისინი წამოიღეს რა ქვია დარიჩინი წამოიღეს და ინდოელებს ხიდდნენ სამაგფაში არ ვიცით ბოსტონსკია ჩაიპიცეს ისტორია არ ვიცით საერთოდ რა ხდებოდა ეხლა ჩვენ თავი თუ გინავ დავიდებილო და ვთქვათ რომ უი არა რუსეთი მტერია მათი დობა არ შეიძლება მაგრამ ამის გამო რომ ეს არ შეიძლება ესე იგი ის შეიძლება რომ დროშა დაწვა და მაპატი აგინო ამით მაშინ რას ვაკეთებ თორე მოყვები აბა წამოყვე ომში არ მოდიხარ სალაპარაკოდ არ ჯდები და ეხა დროშის დასაწვევა დიდი ბოდიში ხა ეს არაფერი არ მოაქვს სწორი თქვა არაფერი არ მოაქვს სად გამოყვე შვილი მოდი ეგ დაავტოვოთ ძალიან კარგი ფრაზაა არც ომი უნდა და შემოვეცა არც მოლაპარაკება უნდა დროშის დაწვევა ანუ ზიპოს ასანთებიც ეს ეფექტი მაგარი ბიჭები რაღაცა და მე თან ხელს ესე შვებიან და რა მოგვიტანა თორე და ამ დროს
ჩვენი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ აფხაზეთიდან დაწყებული აგვისტოს ომში რაც მოხდა სინამდვილეში იქ იბრძოდნენ და მართლა იმ მომენტში როცა პრობლემა იყო რომ დიახ სწორედაც იყო ის რომ ომი იყო გაგანია 2 დღიანი ეძახეთ 1 საათიანი იქ ჩვენნაირი ადამიანები ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ რაც უნდა ყოფილიყო საქართველოს ინტერესებისა იმ რუსული ნასროლით ყრია ვის მოხდებოდა ვის მოხდა ამათ რომელიმეს ოჯახის წევრს მეთვა დაიფარო ხვალ რო რამე მოხდეს წამოვა მამუკა პიპია მესე რო დაპატიჟოს რესტორანში არ წამოვლენ არა და ძალიან უნდათ მოსკოვში წასვლა და წამოსვლა არა მართლა გინდები მამუკა პიპიას ყველა მიცეთ ცნობილი ბიზნესმენია ეს კაცი კიდე ერთხელ ამბობთ იმ საერთოდ აი რა თქმა უნდა ჩემზე შეზე მეტად კივათ ეხა იგივე როგორც ირაკლი უბილავას აფხაზეთის თემად ეხა მე რო დავიწყო ეხა იმას რა მისულობა კაი არ მოგწონს რაღაც აგინებ ლანძღავ ხო რესტორანში რო დაპატიჟოს რესტორანში დაუჯდები იქ რომ აი წადი რესტორანში დაჯექი რა მოსკოვში მაგრამ თან უნდა ხო იცი ძალიან ისეთი ის არის ეს არა თან ესეთი შეხედულებები აქვს და ოი რუსი ტურისტი არა რა რებზე ვლაპარაკობთ ხალხო იმის დაწული მე არ მიყვები იმას დროშის დაწვების ომში და ის არ მოყვება შენ რეალურ ომში თუ რამეა და დიპლომატიაც ხო რა არის არა პატარა ხო არა დაუჯექი აბა ღირსება შელახული და უღირსო კაცი გინდ ქალი სად უნდა დაждდეს რა რუსმა არიცის და რუსეთში არიცი არა ხდება აქა აგერა არიციან ვინამდენ კაპიკებში შეიძლება გაიყიდოს და გაყიდულან რუსეთმა არიცის სინამდვილე ჩვენი მტერი ვინ არის დავით ახმაშენებელმა არიცოდა აბა რა მარტო დავждეთ და ისტორიული მაგალითია ყივჩაღები რომ უკან დაუყენა რატო დაუყენა ზუსტად იცოდა რაზე იყო სპასობნი წასვლელი მაპატიე წამსვლელი ქართველი რატო და ეხლა ჩვენ გვინა გამოვიდეთ უი რაღაცა ის ამათვის ქვეყანა სულ სხვა რამეა სამშობლო და ამათვის სამშობლოს კეთილდღება ამათი არის პირადი მართალი თქვა ირაკლიმ არაფერი არ არის εμას საბოდიშო ფულის გამო აკეთებდნენ და ყოველთვის გააკეთებდნენ და ყოველთვის გააკეთებენ აქ არის საუბარი სახელმწიფო აი ამ გადამწყვეტ სიტუაციაში ვინც არ უნდა იყოს იქ მოლაპარაკე ბიზნესმენი იქნება ქართველი იქნება ყოფილი აქედან წასული იქნება რა ქვია თანამდებობის პირი იქნება თუ ჩვეულებრივი სპორტსმენი იქნება ქართველი წასული მოჭიდავე ძიუდოისტი ხო ყველა თავის სახელს ღირსეულად უნდა თქოს და ცდილობთ რომ გადაურჩეთ ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი და თუ შენ იცი რომ ფიზიკურ მეცი არის რო წერია 2000 ვოლტია, ფრთხილად 2000 ვოლტია. მივდივარ, რომელიმე წავა გიჟები დაეტაკება, ხო არ გამოვცდით ჩვენ. ხო, აი ეგ უნდათ რომ ჩვენ თავს ხო არ გამოვცდით. შენ შვილს ხო არ გამოვცდი ამაში. ამიტომ ვინც მიდის და ეწირება მართლა დიპლომატიური საუბრები იქნება ეს თუ რაღაცა ენერგიას ხარჯავს, დროს ხარჯავს, შედეგის ორიენტირებული ვინც არის. მოდი რა მივცეთ საშუალება ხალხო რომ დავდგეთ ერთად ამ საკითხში რა. გეთანხმები. იცი რა, მაყურებელს უნდა დაუტოვოთ შესაძლოა. ჩვენ ფაქტიურად დღეს დღევანდელ გადაცემაში შეიძლება ესე არც ქონდა დაგეგმილი, მაგრამ ესე გამოვიდა რომ ორი დაპირისპირებული პოზიცია ძალიან ნათლად ვაჩვენეთ, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ დღეებში მოხდა, ხო, ეს ორივე შემთხვევა, ერთი ეს გუშინდელი ძალიან მძიმე პროვოკაცია და მეორეს მხრივ აი ის შეხვედრა ინტერვიუ ძალიან მნიშვნელოვან გავლენიან პირებთან ქართული და რუსული მხარის მონაწილეობით, ხო? მოდი აი დაუტოვოთ მართლა მაყურებელს ამ შემთხვევაში შესაძლებლად რომ თქვენი აზრით აი რომელია ამ შემთხვევაში უფრო სწორი საქართველოსთვის, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, თქვენ თვითონ გამოიტანეთ ის დასკვნა, რით იკეთდება ქართული საქმე? იმით რომ აქ საქართველოში ქუჩაში ვიღაც 17 წლის მოწუკა ბავშვები დარბიან და რუსულ დროშებს წვავენ, ეს არის ქართული საქმის კეთება, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუ ჩვენი გამთლიანების კონტექსტში, თუნდაც ეკონომიკური სარგებლის კონტექსტში, ეს არის ქართული საქმე, თუ ის არის ქართული საქმე, როდესაც ქართველები ჩვენი სისხლი ხორცი, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, ცდილობენ გამონახონ საერთო ძაფები, ცდილობენ გამონახონ სახალხო დიპლომატიით ჯერჯერობით და ეს იყო განცხადებაში ხაზგასმული, რომ ძალიან სასარგებლოა სახალხო დიპლომატია, თუმცა ალბათ უფრო უკეთესი შედეგისთვის იქნება საჭირო უფრო მაღალი რანგის უკვე დიპლომატიური წრეების ჩართვა, ხო, ამ ყველაფერში. რომელი არის ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი? ალბათ ამაზე თვითონ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა. კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ირაკლის რა თქმა უნდა და მადლობა ძალიან ბევრი კომენტარია, მე მინდა ყველას ვინც კომენტარებს იღებს მონაწილეობას დიდი მადლობა უთხრა, საკმაოდ ბევრი ყავს ამ შემთხვევაში ხშირად
მაყურებელი ხოლმე, დიდი მადლობა და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდით, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ოთხშაბათს, როგორც ყოველთვის დაბრუნდება დავით ახვლედიანის გადაცემა იქნება შოუ დღეს 4 საათზე, ასევე ნუკრიჩა შეაშულის მილენიალი და თენგო იქნება 7 საათზე საინტერესო სტუმრით. დიდი მადლობა ყველას. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის. დიდი მადლობა და ნახვამდის.